მოდი დავიწყოთ ბოდიში. აჩქო, რომელია შენი საყვარელი მითი? ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მიზეზი არის ყოველდღიური რუტინით წახალისებული არ ცოდნა, ეს ჩემი მოგონილი ტერმინი. ყველაფერი ხო იცის, მაგრამ ხო არ შეიძლება რომ ერთი თემის გარშემო ყველა მართალი ვიყოთ. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ეს მულტივიტამინები რუტინულად უნდა მივიღო და რამეს აკეთებს კარგად. აი ვაქცინას თუ გაუკეთებ შენ შვილს მარტორქად გადაიქცევა. ხო, სტივ ჯობსი რატომ მეგონა? ცნობილი ეს მამალი ანტივაქსერები ვინც ყავს. ხო, რაღაცებს რო ეძახიან. რაც უფრო დაბალია განვითარების ესა განათლების დონე, მით უფრო მაღალია დეზინფორმაციების გავრცელების ნდობა რო იკარგება, მე ეს პაციენტი მიტრიალდება და წავა ვიღაცა ჰომეოპათთან, მკითხავ თან, შარლატანთან, რომელიც დასვამს იქ მოეფერებს შედეგებს ვაქვეყნებთ. იმიტომ რომ შენერად და ჩემნაირად ტიპებმა ჩვენმა კოლეგებმა და არა დონალდ ტრამპმა და ჯო როგანმა და მელ გიბსონმა პროფესიის და არგის პროფესიონალებმა ეს უნდა წაიკითხონ ეს კვლევა და კრიტიკულად უნდა შეაფასონ ეწყებოდათ წყლულები, საშინელი ტკივილები და ტანჯვით კვდებოდნენ, მაგრამ ესეთი მისტიური იყო რომ ადამიანები ზოგი კვდებოდა, ზოგი არ კვდებოდა. ვირთხებს რუინს ჭამდა, იმათ ნაკლებად ემართებოდა. ამ გერდითი მოვლენების განვითარების ციხეში კი არ უნდა ჩავდგას. გერდითი მოვლენა აქვს ყველაფერს. შესაბამისად, ეს არასწორად ესმის პაციენტსაც და სადაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ექიმსაც. გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს ვიწერთ და ჩვენი ეპიზოდის სახელწოდება დღეისთვის იქნება დეზინფორმაციის ანატომია. როგორ და რატო გატყუებენ ადამიანებს, რა ტექნოლოგიები არსებობს ამისთვის და როგორ შევძლოთ რომ ამოვიცნოთ ტყუილი. ასევე ვისაუბრებთ სამედიცინო მითებზე და იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას. რისთვისაც მოვიწვიეთ ჩვენ სტუმარი, ალბათ მითების ყველაზე დიდი მტერი ჩვენს ქვეყანაში და ბევრი ახლა ვისაც ჯერ კადრში არ დაუნახავს ვინ არის ჩვენი სტუმარი, ალბათ მიხვდებოდა რომ ჩვენი სტუმარი არის ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია, პირველადი გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ფლობელი, რომელმაც ამ საკითხზე მუშაობა მრავალი წლის წინ დაიწყო და ცდილობს რომ განავითაროს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში, ერთის მხრივ ახლა საექიმო სფეროს ესედაც მოეთხოვება, მაგრამ ეს ინფორმირებლობა რომ გაიზარდოს ზოგადად საზოგადოებაში. აჩიკო ჩემი მეგობარია, ამიტომ ჩვენი საუბარი იქნება არაფორმალური, ახლა თქვენობით არ მიმართავთ ერთმანეთს. აჩიკო, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. მადლობა პირიქით მოწვევისთვის. პირველი კითხვა, რომელიც მინდა რომ დაგისვა, არის, რომ საიდან მიხვედი აქამდე? რატო არის, რომ დღეს, როცა ესეთი ხვაწლმოსილი ექიმის სახელსა და გვარს ახსენებენ, აი მითების მტერი რატო ახსენდება ადამიანს? გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. მივესალმები თქვენ მაყურებელს და მსმენელს. მოკლედ ეს ისტორია დაიწყო იმით, რომ დაიწყო პირველად დახმარების ტრენინგების დროს იყო ხოლმე რომ ბევრი შეკითხვა რა, რეალურად. და პირველი რაც იყო რომ დავაფიქსირე, ეს იყო რომ აი პირველ დახმარებაზე იყო ძალიან ბევრი მითი რა, რომ იქ რაღაც კრიჭა შეეკრა და მოდი კოზით კბილები ჩაუმტრიოთ და ხის კოზი უნდა ყოფილიყო მაინც და ენა მოუდგლიზოთ და ესეთი რაღაცეები და შავი გადავაფაროთ რომ ეს გულყრები არ განვითარდეს და მსგავსი რაღაცები ძალიან ბევრი იყო რა, იქ სიგარეტის ნავწვი იმაზე ჭრილობაზე, სისხლდენაზე თუ თამბაქოს დაყრა და ძალიან ბევრი იყო მოკლედ. რა თქმა უნდა, ცემდი პასუხებს და მე იმდენი იყო, რომ ყველა ჯგუფში ვიღაცა ყოველთვის იყო. თან მოგეხსენება, რომ პირველად დახმარება და უსაფრთხოება მაინც ესეთი მისი კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. ვცდილობდი ამისთან რომ გადადგემდე ვცდილობ პირველად დახმარების ცენტრში. ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა თუ ამ პირველად დახმარების შესახებ მითებზე დავწერდი, მაგ დროს ჩემ სოციალურ ქსელს ვიყენებდი რა, Facebook-ს. და იქ დავიწყე, მე იქ კომენტარებში კიდე ბევრი რაღაც წამოვიდა, მე ვაქცინები წამოვიდა, ვაქცინების მითები, ის და ესე შევყევი და ბოლოს გახდა ჰობი და ეს ჰობი მე საბოლოო ჯამში პროფესიად ჩამოყალიბდა. ახლა მე და შენ ბევრი ლექცია წავიკითხე ერთად. განსაკუთრებით პანდემიამ გვასწავლა ეს ყველაფერი და მე საბოლოოდ შევქმენი უკვე ესეთი სახალისო და საინტერესო ლექციათა ციკლი,
რომელსაც ხან სტუდენტებთან, ხან არ ვიცი, კომპანიები თავის ეგრეთ წოდებულ team building-ზე გვეძახიან ხოლმე და იქ კითხულობთ ლექციებს, დეზინფორმაციის ანატომია, სადაც ვლაპარაკობთ მითების გავრცელების მიზეზებზე, ცნობილ მითებს ვახსენებთ, ვამსხვრევთ მედიცინის გარშემო, ხო? მედიცინის ძირითადად მედიცინის გარშემო და სტატისტიკა. ხო, რა თქმა უნდა. და ეს სტატისტიკაც რო არის, ხოლმე ამასაც ვაბავთ უფრო ჯანმრთელობას და ასე მე ჩამოყალიბდა, რომ ჩემი სახელი უფრო დაკავშირდა ამ სამედიცინო მითებთან და პირველ დახმარებასთან და აი ასე მოვაღწიეთ მე ახლა გიორ შენთან აგერ. კი ბატონო. ბარი მაქვე ვიტყვი, რომ აი ეს სასწავლო ცენტრი, რომელზეც ახლა აჩიკო საუბრობს, არის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო ცენტრი, რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ აი სასწავლო პროგრამები სწორედ ესე არის აწყობილი იქ და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებსაც მათ შორის შეუძლიათ და სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებს, რომ იქ პირველად დახმარების და სხვა კურსებიც გაიარონ. ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ მე პირადად, მე თვითონაც გავლილი მაქვს. აჩიკო, რომელია შენი საყვარელი მითი? საყვარელი მითები ძალიან ბევრი არის რა. აი ერთი ყველაზე საყვარელი. იცი რა, ეგ ხო რაღაც ციკლურობით ხასიათდება რა, რაღაცა გააჩნია რა ხდება გეოპოლიტიკურ დონეზე, ან ლოკალურ დონეზე და რა სეზონია, რომელიც დაავადებს და სუიცვლება რა. და ამ ეტაპზე უფრო ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციასთან ვარ, ჩემი საყვარელი მითები არის ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის შესახებ მითები. და ცხადია ვაქცინების შესახებ. ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის შესახებ არის რამდენიმე ის. სათითაოდ ჩამოყვეთ, მოდი ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ რა. ერთი რომ ლოკდაუნების აუცილებლობას კარნახობდა და მაგათ მოახერხეს ლოკდაუნები, მოახდინეს ლოკდაუნები, მეორე ძალდატანებით რომ ვაქცინებს გვიკეთებდნენ და მესამე იყო კიდე რაღაც რომ რაღაც ქვეყნების სუვერენიტეტს რო შეეხება თუ რაღაცა და რაღაც ის აღარ გვექნება რა. საერთაშორისო მითებია თან ეს ყველაფერი, სუვერენიტეტს წაგვაქვთ, თავრობები არ გვეყოლება და ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია მართავს ქვეყანას თუ რაღაც. ეხლა ბარემ რო აუხსნათ, ეხლა რეალურად წარმოიდგინე რამხელა იდეაში როგორი უშინაარსო რაღაცა, იმიტომ რომ საერთო ჯამში ხო რა, საერთო ჯამში რომ მივიდეთ, სხვათა შორის აი მიზეზებიც რო ვთქვათ რა, რა არის მიზეზი სამედიცინო მითების გავრცელების. ძალიან ბევრი მიზეზია ხა ესეთი მულტიფაქტორული არის. ერთი მიზეზი რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მიზეზი არის ყოველდღიური რუტინით წახალისებული არ ცოდნა ეს ჩემი მოგონილი ტერმინი. ხო, იმედი ამ ტერმინებზე ვერ ახალი ისე რა ქვია, თაობები გაიზრდება და ჩემ სიმღერებს იმღერებენ, მაგრამ მოკლედ ყოველდღიური რუტინით წახალისებული არ ცოდნა არის ძალიან საინტერესო ფენომენი, რომელიც მე დავაფიქსირე ჩემ თავზევე ერთ-ერთ კამათში რაღაცაზე ვახსენე რამდენჯერმე ზნეობა რა და უცბად მომიტრიალდა რა და უზნეობა ვახსენე უფრო სწორად და უცბად მომიტრიალდეს ჩემი მეგობარი ვისაც ვკამათობდი და ზნეობა რა არისო ხო და უცბად დავფიქრდი და ანუ გამიჭირდა ამის ახსნა. ეხლა შენს რო დაფიქრდე რა, როგორი უცნაური და საინტერესო პარადოქსული ფენომენი არის რა, რომ აი რო გითხრა რომ უზნეო ადამიანი, კარგი ადამიანია, ცუდია, ვიცით რომ ცუდი ადამიანია, ხო? ამორალური რომ ცუდია, ვიცით. არაეთიკური ექიმი რომ ცუდია, ვიცით. შლაკებისგან გაწმენდა რომ კარგია, ეგ ვიცით, ხო? ჰომეოპათია რომ რაღაცა ბალახეულით კურნალობა ეს, მაგრამ რეალურად მე რო შევატრიალოთ უცბად შეკითხვა და უთხრათ რომ აი რა არის ზნეობა, რა არის მორალი, რა არის საექიმო ეთიკა. რით განსხვავდება ეს ღირსებისგან და რა კავშირი აქვს მაგ ნამოსთან. შინაარსობრივად რო ამიხსნა უცბად ეს ყველაფერი, ანუ ერთი რაღაცა იცი რომ ან კარგია, ცუდი უცბად დაიბნევი და ეს არის ოღონდ იმ კუთხით არ მინდა თქვა რომ მისკევრი ძახი რა მე ვიცი და შენ არის, ანუ როგორც ფენომენს ისე უნდა შევხედოთ რა. ყოველდღე რაღაცას ვიმეორებთ ჩვენ დაუნებურად, იმიტომ რომ ჩვენ გარშემო ეს ყველაფერი და მისი შინაარსი რეალურად არ გვესმის. აი ახლაც ეგრე არის ამ ჯანმოზე რა, სოფლიო ჯანმრთელობს რომ არ გვესმის არა იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცით და გონება არ ჭდება, არამედ არ გვიფიქრია. არ გვიფიქრია ამაზე რა, რეალურად ხო, არა და ძალიან საინტერესოა რა. აი ამ ხო, მოცემულობა რა, ეს რაღაცნაირად ისე რუტინას მივყვებით. ჯანმოზეც იგივეა რა, ვინც არ უნდა ნახო. თუ გინდა ჩაატარე ესეთი ტესტი შენს რო გეუნება რა აი ჯანმრთელობის ორგანიზაციას ენდობი აბათან ეს რო იცი რა უბრალოდ რო კითხო რა არის ჯანმრთელობის ისა სოფლიო ორგანიზაცია პასუხს ვერ გაგცემს ანუ კაცი შვილმა არ იცის რა არის მაგრამ ვისაც ჯერ ამითებს ყველა მიცის რომ რაღაცა ცუდი პონტი არის რა და რაღაცა დიდი გიგანტია რეალურად ეხა გაეროს უბრალოდ დეპარტამენტია რომელსაც ავალია
ისა რა ქვია, ჯანმრთელობის საკითხები გლობალურ დონეზე. აქვს თავისი მარეკომენდებული ხო, რეკომენდაციებს გასცემს და ძირითადი მისი, ასე ვთქვათ, მიმართულება არის ასე ვთქვათ, ინფექციური თუ არაინფექციური სნეულობების, ასე ვთქვათ, კონტროლი, მათი პრევენცია, მკურნალობის რეკომენდაციების გაცემა, განათლება და ტრენინგები გარშემო და ესეთი გლობალური ემერჯენსი სიტუაციების მართვა და მათზე რეკომენდაციების, ანუ რეკომენდატორია რა უბრალოდ რა და ამას პირველი ხა ის მითებიც რომ თან დავამსხვრეთ და თან მოსკროვა არ დავტოვოთ ეს მითად. ხო, ანუ ლოკდაუნები მოახდინა ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციამ, ესე წინადადება თავისთავადზე უშინარსოა რა, იმან მოგცა შენ რეკომენდაცია და ლოკდაუნს ამას გააკეთებს თუ არ გააკეთებს, უკვე თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია თავისი კანონმდებლობით და თავისი ხელმძღვანელობით. მორჩა. ხო, ეგ არის ეპიდემიოლოგიური ღონისძიება და ესეთი ღონისძიებები სხვადასხვა და ირჩევს ის ადგილობრივი. ხო, გეუბნება რომ ეს ჯობია გააკეთოს, ეს ჯობია და ამას ესე უნდა უმკურნალო, ამას ესე უნდა დანჩენს გადაწყვეტილება შენიღებ რა თქმა უნდა ვაქცინებზეც ეგეა ვაქცინაში შეიძლება რაღაც რეკომენდაცია გასცეს იმიტომ რომ აი ამან წარმოადგინა მყარი მტკიცებულები რომ ნამდვილად ასია ამასთან რაღაცა გვაკლია დანჩენი შენი საქმისა შენიც ხო და ნუ ისო სუვერენიტეტის რაღაცა აღება უნდა და ის რაღაცა ნუ არ ვიცი ხა ეგ იმ დონის შინაარსობრივად იმ დონის მითი არის რომ თქვა რომ ხა ხუდუშაურში ტრავმატოლოგიური განყოფილება აიღებს ხა ჩვენს სუვერენიტეტს რა ანუ რაღაცა ეგეთი ის არის მაგრამ იმის გამო რა ეს ყოველდღიური რუტინით წახალისებული არცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ყველას ესმის ეს ნეგატიური ამ ჯამზე და კაციშვილი ხა ცოტა უტრირებულად საუბრობ რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც ჯერა რა, უბრალოდ ადამიანი არ დაინტერესდება, რომ მოდი გადავამოწმოთ რა არის რეალურად ეს ჯამო, რას აკეთებს, ხო? და მოკლედ ესე მიყვება და ამ შემთხვევაში ჩემთვის საყვარელი მითია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეგ არის იმიტომ რომ სულ რამდენიმე ხნის წინაც ვიდეო ვატვირთეს რა და ამაზე ლაპარაკობდნენ რა ბოლოს ამოვიდა ჩვენი სოციალური მედიის გვერდებზე სოციალური მედიის გვერდებზე აი რაღაც სიგიჟე ხდება ხოლმე როგორც ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციას ახსენებ აქაც ხო არიან ის მერეც შევეხებით მაგ ადამიანებს კონკრეტული ინტერესების მატარებელი ადამიანები რომლებიც ძალიან ცდილობენ ამ ჯანმრთელობის შესახებ რაღაცა მითების გავრცელებას და აი ამ ხალხის გარშემო ვინც არიან ის არმია ადამიანების თუ რა ვიცი ტროლები არიან მე მგონი რომ შემოესებიან ხოლმე ნუ აი საბეჭდილება გექნება რომ ხო რა ვიცი რაღაც აპოკალიფსია და ტანკებით მოდის ეს ჯანმო და უნდა გადაგწყვეტოს და ამათ უნდა თუ გადაგვარჩინოს საინტერესო ფენომენია რა აი თითოეულ მათგანს რო კითხო უბრალოდ რა არის შენი წარმოდგენით მაინც უბრალოდ არის ის იმიტომ რომ აი ამ რუტინას ყოველდღიური ტონით მიღებულ არ ცოდნას რა იმიტომ რომ ესმის მხოლოდ ნეგატიური მაგრამ მათ ხო ესე მუშაობს ეგ ამბავი ხო რომ ნუ მაგაზე მე კიდევ ვისაუბრებთ რომ აი რა არის საფუძვლები ხო აი ასეთი ტიპის დეзинფორმაციების გავრცელების და ვიტყვით იმას რომ ყველაფრის მიღმა დგას ინტერესი ხო ინტერესის გარეშე ამას ადამიანები არ აკეთებენ და ესენ ჩვენი ქვეყნის მაგალითებზეც მე ვილაპარაკებთ რომ ბევრჯერ ქონდა ესეთი მაგალითი აი ეს ფანჯარა გამოვაღე და ვირუსები მოფრინავენ იქიდან დაწყებული პაპილომა ვირუსზე და კოვიდზე და ასე შემდეგ უამრავი დიდი კამპანია გადავიტან წითელას და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხრივ არიან ადამიანები რომლებიც იჯერებენ, ხო? რაღაცა შეიძლება ჩათვალონ, ხო, ჩათვალონ. ეხლა ამ ტროლებისა და ბოტების იდეაც რა არის, ხო, რომ ვითომ საზოგადოებრივი აზრია, აი ეს დაანახო, რომ ეს საზოგადოებრივი აზრი ასეთია, ხო, აი ეს სიჭარბე, ასეთი ტიპის ინფორმაციის. და ნუ ეხლა ეს ჯანმოს მაგალითი მაინც კიდე ისეთია, ცოტა მაინც უფრო მეტ ადამიანს ეცინება ალბათ, ვიდრე წარმოიდგენს, მაგრამ აი სხვა მაგალითი რო ავიღოთ, რომ თაფლი მაგალითად ყველაფერს კურნავს, ხო, აი წამალია და უნივერსალურია და მეტი არაფერი, ლიმონი. ხო, აი თაფლი და ლიმონი რო ყველაფერს კურნავს, აი ამას რატო ვიჯერებთ ადამიანები, ესეთი ადვილად და უაპელაციოდ, ანუ ამას აქვს რამე ესეთი ფსიქოლოგიური, სოციალური რაღაც ფაქტორები, რომლებიც აი ბექგრაუნდი არის ამ სულ ყველაფრის თუ თან იმიტომ რომ ერთია ხო რომ იჯერებ შენ თვითონ, თუნდაც ესეაც სარატანზე. და იმეორე და მეორე ავრცელებ ამას, ხო? კი, რა თქმა უნდა. აი ამის საფუძვლები რა არის? მანდაც არის და ძალიან საინტერესო პირველ რიგში ფსიქოლოგიური ფენომენებია, ბაიასები, ასე ვთქვათ რა, მიკერძოება, ხო? ძალიან ბევრნაირი და საინტერესო მიკერძოება არსებობს, რომელსაც თითოეულ მათგანს ერთი ან რამდენიმე კომპონენტი შეიძლება ყვებავდეს რა.
მათ შორის ეს ხალხური მედიცინა, თაფლი, ბუნებრივი, ნატურალური და ასე შემდეგ და ბოლოს მივდივართ ახლა ლიმონს და თაფლს და იმას რო ახსენებ, ყოველთვის მიდიხარ რაღაცა ვიტამინებამდე და რაღაცა. ეს არის მიკერძოება იმისი, რომ ერთი რომ მარტივია ინფორმაციის მიღება, ახლა რომ დაждდე და რაღაცა 25 ფურცლიანი კვლევა წაიკითხო და იქიდან აზრი გამოიტანო, რთულია და თან უნდა იცოდე ამის საკითხვა, ამას ცალკე ცოდნა ჭირდება. ამ შემთხვევაში კიდე მარტივად იღებ რაღაც ინფორმაციას და შენ მიკერძოებული ხარ აქ, იმიტომ რომ გარშემოც ეს გესმის და ყოველთვის იმას მოისმენ და იმას გაიგებ, რაც გაწყობს, ასე ვთქვათ, რაც შენ რწმენას უდგება რა. აი ლიმონი და თაფლი, ლიმონს აქვს ძალიან საინტერესო ისტორია. ლიმონის ისტორია შეიძლება პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ რაღაცნაირად ბექგრაუნდში მოყვება ამ მულტივიტამინურ, ასე ვთქვათ, ბუმს, რაც ჯერ კიდევ გრძელდება მთელ მსოფლიოში და ლიმონი დაიწყო იმით, რომ პირველი დაიწყო მე-15-მე-18 საუკუნეების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ანუ მეზღვაურები უფრო მეტი მოუკვდათ რეალურად, ვიდრე ომებში დაკარგეს ხალხი. და ეს რაღაცა უცნაური, ასე ვთქვათ, მისტიური დაავადება, რომელიც ემართებოდა მეზღვაურებს, გავიდოდნენ რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვის შემდეგ, ეწყებოდათ წყლულები, საშინელი ტკივილები და ტანჯვით კვდებოდნენ რა, მაგრამ ესეთი მისტიური იყო, რომ ადამიანები ზოგი კვდებოდა, ზოგი არ კვდებოდა. აი ვირთხებს ვინც ჭამდა, ეხლა მაშინ გავრცელებული პრაქტიკა იყო გემზე თუ იპოვდნენ ვირთხას, შეჭამდნენ იმას. ვირთხებს ვინც ჭამდა, იმათ ნაკლებად ემართებოდა ეს რაღაც ბონსტრენოლზე და ხილზე ვინც იყო, იმათ ნაკლებად და მოკლედ ყველა თავის კუთხით პროფესორობდა, როგორც დღეს არის მაშინაც არა ვირთხებს ვინ ჭამდა ალბათ უფრო მეტად ემართა ნაკლებად ეგ არის საინტერესო ხო და აი ეს მისტიციზმი წამოვიდა და მე მარტივად აიხსნა რა ეხლა მივალ მანდავდეს და უყურე რა ხდება საბოლოო ჯამში იგივე სიტუაცია იყო რაც დღეს რაღაცა ამბავი რო გავრცელდება ყველა პროფესორობს ხო ბჭყალებში ხო პროფესორობს რომ ისი რა მე არჩილ მარშანია ვარ და მე ვიცი რომ ამის მკურნალობა ესეა რა და ეს უნდა იყოს ხო და მე შენ იქიდან წამოყოლ მე ზურა ვარ ახალშვილი და აი ესე იგი არ არის ესეა და მე იქიდან კიდე ვიღაცა სხვა პროფესორი გამოხდება იქეთ ვიღაცა ცნობილი გამოხდება იქეთ ვიღაცა ჯოროგანი ჩაწერს პოდკასტს რაღაცა და ყველაფერი ხო იცის მაგრამ ხო არ შეიძლება რომ ერთი თემის გარშემო ყველა მართალი ვიყოთ ზუსტად ეს იყო მტკიცებითი მედიცინის ერთ-ერთი პირველი საფუძვლები, როცა ჯეიმს ლინდმა, ბრიტანელმა ექიმმა, თქვა როგორც ყველა მართალი როგორ ახართ, კაცო, იმისი არ იყოს ცხონებული OTA ოსელიანმა თქვა თბილისში, საქართველოში უამრავი უმაღლესი სასწავლებელი რო ქონდა ყველა კუთხეში. ასე ყველა როგორ ამბოთავრებს ან აბარებს ამ უნივერსიტეტშიო რა, ყველა გენიოსი როგორ არის, ან თუ ყველა გენიოსიო, სამი ყავს მე რამდენი გენიოსიო რა, ხა მართლა ხო შეიძლება რომ ყველა მართლა ესე გენიოსიო, რომ ყველა მიცოდეს და აი ჯეიმს ლინდს მოვიდა ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც აზრად მოვიდა. ხო, გითხოვება ფუძემდებლად ხო რა, მოდი დავყოთ რა, და აი შენ რო იმას იძახი, შენ რო ამას იძახი, მოდი შევამოწმოთ და 12 ადამიანი მოკლედ ორ კაციან ჯგუფებად დაყო და დაიწყო ყველაზე ცნობილი მკურნალობის მეთოდებით ერთს ამით მკურნალობა, მეორეს რაღაც ზღვის წყალს ალევინებდა, მესამეს შაბი ამლის ელექსირი, რაღაც მაშინ ცნობილი იყო რა, ეხლა სასაცილო ჭირს, მაგრამ ერთ-ერთ მოკლედ ერთ ჯგუფს შეხვდა ლიმონი და პორტოხალი. და აღმოჩნდა რომ ლიმონი და პორტოხალი მის ჭამა ისინი გადარჩნენ. და ნუ არანაირი მისტიკა არ იყო, ეს იყო სურავანდის დაავადება, C ვიტამინის ნაკლებობით, რომ მიდიოდნენ მეზღვაურებს საჭმელი არ ქონდათ, რა თქმა უნდა, და ეს C ვიტამინი ერთ-ერთი ისეთი ვიტამინია, რომელსაც ჩვენ ვერ გამოვიმუშავებთ. ვირთხები რა შუაში იყვნენ, ვირთხები გამოიმუშავებენ ამ C ვიტამინს. ხო და უცბად ეს მისტიური რაღაცა მარტივად აიხსნა, ხო? ანუ ამის იმის თქმაც მინდა რომ თუ რამე არის. ხო, თუ რაღაც ბადრო? მერე აიხსნა. ხო, მერე აიხსნა, რა თქმა უნდა, რა მე იმის თქმა მინდა რომ თუ რაღაცა ესეთი გაურკვეველია, არ უნდა იმას ვქნათ, მაინც და მაინც მივაწებოთ რაღაცა ან დავიჯეროთ უაზროდ რამე, ყოველთვის რაღაც აიხსნება თავის დრო აქ რა. და მოკლედ ამით რომ აიხსნა დამთავრდა ის, მერე გახდა პოპულარული, მერე წამოვიდა და მეორე ერთ-ერთი პიკი იყო ლაინუს პოლინგი იყო, პოლინგი ერთ-ერთი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე. ერთადერთი არ არის, მე რამდენიმე ადამიანს ქონდა, რომ ერთ-ერთი არის, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, ინდივიდუალური ნობელის პრემია მიიღო ორ განსხვავებულ დარგში, ქიმიაში და მშვიდობის დარგში. 1200 თუ 1500 ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ნამგლისებურჯერდოვანი ანემიაზე სერიოზული კვლევები აქვს და ესე შემდეგ და ასე მოკლედ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი თითით საჩვენებელი და სერიოზული მოაზროვნე იყო. მაგრამ აი ეს კაცი ცოტა ასაკში რო შევიდა, აი ესეთი გენიოსი წარმოიდგინე, დაიწყო რაღაცა ესე ფსევდომეცნიერული, ასე ვთქვათ, იდეების გავრცელება და ამ რაღაცა ეგრეთ წოდებულ ხალხურ მედიცინისკენ გადახრა. და რატომღაც ამ C ვიტამინზე ძალიან იმას ქნა რა, ჩაბჟირდა რა, მოკლედ ამ C ვიტამინზე.
იმდენად ჩაბჟირდა C-ვიტამინზე, რომ თან მეგადოზებით მკურნალობაზე, მოკლედ თქვა, რომ ჯერ თქვა, რომ გრიპს შველისო ყველა ვარიანტში გაციებას. ამას არ დასჯერდა და მე თქვა, რომ HIV ინფექციასაც მკურნავსო. და მე თქვა, რომ 30-40 წლით ახანგრძლივს. მოკლედ ყველაფერზე აბსოლუტურად იძახდა, რომ ეს C-ვიტამინი არა, მაგრამ ნაშრომებს წერდა რაღაცებს, მაგრამ ეს ნაშრომები უკვე ხო ხდები აღარ იყო ნაშრომი რა. და მათ შორის მე ასევე ის რო იყო ნამგლისებური უჯრედოვანი ანემია, ვისაც აქვს, შუბლზეო ტატუ გავუკეთოთ, დავნიშნოთ, რომ მე ეს არ გენეტიკურად არ გამრავლდება რაღაც ესეთი ფაშისტური იდეებიც ამოვიდა და მოკლედ იმხელა პოპულარიზაცია გააკეთა ამ C-ვიტამინზე. რომ დღემდე მოყვება ეს, რომ ეს C-ვიტამინი ყველაფრისთვის კარგი ხო არა? ხო, ნუ ჩვენ ბავშვობაშიც მახსოვს, რომ ჭამდით და ვაკნატონებდით და ამას მოყვამენე მთელი ეს ბუმი და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ დღეს მულტიმილიარდიანი ბიზნესია მულტივიტამინები, მაგრამ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ეს მულტივიტამინები რუტინულად უნდა მივიღო და რამეს აკეთებს კარგს. მეტიც ამ ბოლო ხანებში უკვე წამოვიდა ესეთი მტკიცებულებები, რომ მას გვერდითი მოვლენები აქვს და საკმაოდ ძიმე გვერდითი მოვლენების თუ კი ბევრს მიიღებ, იქ რაღაცა კიბოს რისკებსაც კი ზრდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, სწრაფად გამრავლებადი უჯრედების და ასე შემდეგ. კი ბატონო, და ამიტომაც არის, რომ ეს ამისი უფრო გვჯერა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ მარტივად ასახმენია, ეს ერთ-ერთი მიზეზი სამედიცინო მითები რატომ ვრცელდება, ამიტომაც მოგვეთხოვება ჩვენ ექიმებს, რომ ცოტა მარტივ ენაზე ვილაპარაკოთ, ცოტა უფრო დამაჯერებული ვიყოთ და მეორე ის, რომ თავისი კვების რესურსი აქვს რა, ეხა იმ კაცზე ჭკვიანი ხარ, გეტყვის ამას და არ ვარ იმ კაცზე ჭკვიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს кейსი, მარტო ეს кейსიც კი გვაჩვენებს ზუსტად რატომ არის მნიშვნელოვანი მტკიცებითი მედიცინა. რომ ესეთი გენიოსიც კი მე ნუ ასაკში რო შევა, ან შეიძლება არ დაემართოს ყველას, მაგრამ ასაკში რო შევა, აი ესეთი რაღაცები სიგიჟე ხო, არავინ არ არის მაგის არავინ არ არის დაზღვეული. არავინ არ არის დაზღვეული და თან აქ თემა კიდე რა გვაქვს, ხო, რომ თითქმის ყველა ეპიზოდში ვიმეორებ მაგას, მაგრამ ეგ არის მიზანი, რის გამო ჩვენ ახლა ამ ჯანსაღ დიალოგსაც ვაკეთებთ, ხო, რომ ერთია მეცნიერება, რასაც ეკაცი იმსახურებოდა, ხო, მთელი ცხოვრება. ერთია მეცნიერება, რომელიც რთულად აღსაქმელი, რთულად წასაკითხია, ხო, კომპეტენცია გჭირდება შინაარსის გამოსატანად, როცა კვლევით ნაშრომს კითხულობ და მეორე არის კლინიკური პრაქტიკა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება. და ეს შუალედური რგოლი, რომ ეს ინფორმაცია აქამდე როგორ უნდა მივიდეს, აი მათ გვაქვს უკვე ჩვენ ძალიან დიდი ხანია პრობლემა. და აი მათ ვიკარგებით რა, მათ ვიკარგებით, ესენი არ ითარგმნება და დიდი სივრცე რჩება, მე უკვე ან არასწორად ითარგმნება, ხო, ეს манипуляციები კიდე ცალკე თემაა. და ნუ მანდ რაღაცა პრობლემები ჩნდება, უბრალოდ ერთს დავაზუსტებ, აჩქო ხარ ეს ლაპარაკობდი, ხო, რომ ამ ვიტამინების მიღებასთან დაკავშირებით, ხო, აქ ჩვენ საუბრობთ ანუ იმაზე, ხო, რომ რუტინული მიღებაზე. ხო, რუტინული მიღება რა. დეფიციტი თუ არა, თქმა უნდა, ის უნდა შეივსოს წყალში. ხო, ის რომელსაც ექიმის დანიშნულებით და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ხაზი რას მინდა რომ გავუსვა, რომ აქ ჩვენ საუბრობთ საკვები დანამატის ფორმატში მოწოდებულ ვიტამინზე. თორე ის რომ ამას ჩვენ როცა პროდუქტებიდან ვიღებთ, ამას რომ შეითვისებს ჩვენი ორგანიზმი, ეს ვიცით. კი, ცხადია. მან დანამატებზეა საუბარი. დანამატებზეა, რომელსაც რუტინულად დანიშნულების გარეშე ვიღებთ, იმიტომ რომ კარგია, მოდი იმუნიტეტს დაგვიბურსავს თუ რაღაც. მან ერთი საინტერესო არის, ანუ მიზეზები, გავრცელების მიზეზებში ერთ-ერთი არის თვითონ წინადადებებით манипуляция. და შინაარსის манипуляციურად გადმოცემა. ის რომ მაგალითად C-ვიტამინს აქვს თავისი როლი ჯანსაღი იმუნიტეტისთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი C-ვიტამინი იქნება უკეთესი. ანუ დაახლოებით იგივე ამბავია, რომ თავის ტკივილისთვის თუ კი ვსვავთ პარაცეტამოლს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავის ტკივილს იწვევს პარაცეტამოლის დეფიციტი. ხო, ეს ერთმანეთთან უნდა იყოს კავშირში. მიზეზშედეგობრივობა უნდა იყოს რა. და მე ვიღაცამ თქვა რომ აი ეს იმუნიტეტის ფორმირებაში ხომ მიიღებს ისა იღებს მონაწილეობას ის C-ვიტამინი ხომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგის დეფიციტი რო განვითარდეს, იმუნიტეტი ხوار გვექნება და კი, რა თქმა უნდა, ეგრეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი უკეთესია. შეიძლება ქონდეს ნორმაში. იგივე არის ისა D-ვიტამინზე, D-ვიტამინის ბუმი არის კიდე ეს, ხო? თუ კი დეფიციტი არა გაქვს, თუ კი ლაბორატორიულად განსაზღვრული არის და დეფიციტი არ არის და ის ვადგე და რუტინულად მიიღო, თუ კი რომელიმე ქვეყანაში არ ხარ, რა თქმა უნდა და იქ სადმე საზოგადოებრივ ჯანდაცვას რუტინულად არ აქვს ეგრეთ წოდებული პრევენციული დოზები. არ არის აბსოლუტურად საჭირო ამის ზედმეტად მიღება, იმიტომ რომ თავის გვერდით მოვლენები აქვს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხო, კიდე ერთხელ ხაზი რო გავუსვათ, ეს არის საუბარი დანამატად ზედმეტად მიღებაზე.
და არა მკურნალობაზე, როცა დეფიციტი არის და რაღაცა. აი ამ ინფორმაციის გავრცელების გზებზე და ასე შემდეგ რო ლაპარაკობ, ანუ ტენდენცია არის ესეთი და თუ გვაქვს მაგაზე პასუხი, რომ აი ცრუ ინფორმაცია უფრო სწრაფად რატო ვრცელდება და კიდე აი ესეთი მიდრეკილება, რომ ცუდი ინფორმაციების მიმართ რატო გვაქვს უფრო მეტი ინტერესი დრამატული ინფორმაციების მიმართ და ასე შემდეგ ვიდრე კარგის. ხო, მაგაზე ნუ რამდენიმე თეორია არსებობს, ეხა ცხადია და თქვათ ერთ-ერთი არის მათ შორის ევოლუციურადაც რო შევხედოთ, ადამიანი მიდრეკილები ვართ ნეგატიური ინფორმაციისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს რომ გავიგოთ ეს ცუდი რაღაც, რომ მე თავი დავიცვათ რა. ანუ ევოლუციურად დევს ჩვენში, რომ ეს თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი არის. რომელიც აი ეს ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებაც ერთ-ერთი ინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა რა, რო ეტყვი რომ აი ვაქცინას თუ გაუკეთებ შენ შვილს მარტორქად გადაიქცევა, შენს ემოციურად მოქმედებს, გეშინია და შენი კრიტიკული აზროვნება უკანა ხაზზე გადადის და ეგრევე თავდაცვის რეჟიმში გადადიხარ, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყო და ვინც არ უნდა იყო, შვილი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო ასეა. და ეს ემოციურობა ანუ ეს შიში განაპირობებს იმას, რომ კრიტიკულ აზროვნებას კი არ ვიცნობთ, კაცო, როგორ გახდება ბავშვი მარტორქა, როგორ შეიძლება გახდეს, ხო, მაგრამ უნდა დასვა პირველი შეკითხვა, მაგრამ შიში და ემოციურობა ამ ყველაფერს გითრგუნავს. შესაბამისად, ეს ევოლუციური ფაქტორი, რომ მიდრეკილები ვართ ნეგატიური ინფორმაციის მიღებაზე უფრო, რომ თავი დავიცვათ, ეს თამაშობს. ემოციური ფაქტორი, რა თქმა უნდა. ნუ, ცოტა ის არის, რომ პური დასანახაობაც გვიყვარს ადამიანებს. თავისი წვლილი აქვს მე ამ ყველაფრის ფონზე ჟურნალისტებმა იციან რომ ვიღაცას უფრო მეტი კლიკი და მეტი ის ექნება და სამწუხაროდ შემიძლია რომ ამოვჭრა ხო აი ეს რას თქვი ხა რომ ვაქცინას რო გაიკეთებ შენი შვილი მარტორქად გარდა იქნება მარტო დადე ცოტა ცუდი მარტო მაგას დავდე ხა და კი და აქ მე ბოლოს ვისაუბრებთ მაგაზე რომ ადამიანების როლი რა არის აქ ხო რომ ხა არჩილ მარშანიამ თქვა რომ ჩემი შვილი გადაიქცევა მარტორქად ამას შეიძლება უფრო მეტი წონა ქონდეს, თუ აღმაშფოთებელი ინფორმაცია არის. ადამიანებს ვიყვარს თავეჭილებების გამოწვევა, ხო ეს ჩემი აზრია უბრალოდ ხა. ამის ემპირიული ისინი კი არ მიჭირავს ხაში. და ნუ აი ესეთ ინფორმაციებს უფრო მეტად ვაზიარებთ, ხო? მე რაც აღმაშფოთებელია და ისეთ ემოციებს იწვევს. კარგზე დიდად მე მგონი ეგრე არ ვშვებით. კარგზე დიდად ეგრე არ ხდება. ამიტომაც აი ამ ფაქტორების და ამ ფაქტორების პატრო ბოღმაჩოები რა ვართ. ხო. ხო და საბოლოო ჯამში მე უკვე იქ ანუ ემოციურობა ეს ევოლუციური თვალსაზრისით ინტერესი ზოგადად ამის მიმართ ცოტა სანახაობის ყურება, მე იქ მედია თავისას ცოდავს, იმიტომ რომ იცის რომ იმას მეტი ნახვა იქნება და მეტი კლიკი და სოციალური მედიის ჩათვლით, ხო? სოციალური მედია და ზოგადად ჟურნალისტები და ყველა და საბოლოო ჯამში ეს პათოლოგიური ჯაჭვი იკვრება და ეს უფრო მეტად და მარტივად ვრცელდება, ვიდრე თქვათ დადებითი ის და მაგაზეც არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე ვთქვათ, ვინ ავრცელებს ამ ამბავს, რა თქმა უნდა. მაგიტომაც არის და ეს არა მარტო შენი მოსაზრება არ არის, ემპირიულადაც შეიძლება დამტკიცდეს, რომ მაგისთვის ძალიან მარტივი არის, რომ ანუ ხაზი რო გავუსვათ კიდევ ერთხელ მაინც რაღაც გავრცელების იმაზე რო საუბრობთ, ანუ დეზინფორმაციების გავრცელების ერთ-ერთი გზა არის ცნობილი ადამიანები. ხო? მაგი და ემპირიულად ვიცით ეს ყველაფერი, მარტო პოლიტიკას რო დავაკვირდეთ, კიდე საერთაშორისოს, კიდე ლოკალურს დაიწყება წინასაარჩევნო მზადება და მოკიდებენ ამ რაღაც იმას რა ქვია მომღერლებს, მსახიობებს, სპორტსმენებს და დაადიან დაპროციალობენ ზემოთქვევით და აკეთებენ კამპანიას, ხო? მაგრამ ცივი გონებით რო შეხედო, კრიტიკული აზროვნებით. თქვათ ადამიანი კარგად მღერის რა, ანუ ობიექტურად კარგად მღერის. მე რა აი რომ ღერის რა მე რატო უნდა ვანდო ამას მე კანონმდებლობა ან ქვეყნის მართვა ან რაღაც ესე ხო ცივი გონებით ხო საერთოდ არანაირი კავშირი არ არის ხო თუ კი ადამიანი კარგად მღერის კარგად დარბის მან უნდა იმღეროს რაშო იმღეროს ხო რა თქმა უნდა ხო მაგრამ უყურე როდესაც ცნობადი არის ეს ადამიანი მასაში ყოველდღე რო ტელევიზორში ვიღაცას ხედავ შენ და უნებურად გიყალიბდება ნდობა მის მიმართ და უკვე ყველაფერში ენდობი ამას პოლიტიკაში ცენდობი, სიმღერაში ცენდობი, კულინარიაში ცენდობი, მეცნიერებაში ცენდობი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ამის გამიჯნა უნდა შეგვეძლოს, რა ძალიან რთულია. შესაბამისად ეს ცნობადობის გამოყენება ყველა შეუძლია როგორც დადებითად, ისე უარყოფითად.
ამიტომაც არის რომ როცა უარყოფითზე გვაქვს საუბარი, აქ უფრო ძლავრია ესეთი ისენი რა. რა თქმა უნდა და მან ჯობია ზარალი მეტი მოაქვს რა. კი ბატონო, რა თქმა უნდა და მან მე ჯობია რომ უკვე იყოს ცნობა თუ გინდა, მაგრამ დარგი სპეციალისტი მაინც უნდა იყოს. იმას თავი რომ დავანებოთ, რომ იქ წყარო არის მნიშვნელოვანი, რაზე დაფუძნებით ლაპარაკობს და არა ვინ ლაპარაკობს ახლა. მაგასაც აქვს მნიშვნელობა. ვიზუალს და საუბრის მანერასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის გამოც ვცელდება ერთ-ერთი დეზინფორმაცია, მაგალითად ნებისმიერ ახლა სამედიცინო თემას გარშემო ვტრიალებთ, რა თქმა უნდა, ხო? პირველ რიგში რო თქვა, ნებისმიერი, თქვა, არაეფექტური ან კაცმარიცის ეფექტურია თუ არა. კურნალობის მეთოდი დანამატი თუ წამალი იქნება, რომ ესეთი კოსტუმით და ჰალსტუხით ადამიანს სუფთად გაპარსულს, რასაც ეძახით, ამ ესე რომ დაალაპარაკო და ნებისმიერი რაღაცა უშინაარსო სისულელები ალაპარაკო, მასაზე უფრო მეტი გავლენა იქნება მას, ვიდრე რომ გამოვიდეს მაგალითად ვიღაცა მარშანია, რომელსაც ტატუ აქვს ხელზე და რაღაცა ესე საშუალო რიგითი ადამიანის ტიპაჟი არის და ესე ლაპარაკობს, მე რო სუსტორი რაღაცა ვილაპარაკო, ან ვიღაცა რო გამოვიდეს და პირსინგებიანი ადამიანი იყოს და იმანაც სუსტორი ის რაღაცები ლაპარაკოს, მეტი ნდობა მაინც ამას ექნება, იმიტომ რომ ამას არის მიჩვეული, ეს არის კულტურა რაღაცნაირად და ნდობას იმსახურებს და კრიტიკული რა თქმა უნდა, კრიტიკული აზროვნების ჩართვა მანდ უკვე რთულია რა, ის რომ აი იმას კი არ აქვს მნიშვნელობა ვინ ლაპარაკობს, მნიშვნელობა აქვს იმას თუ რაზე დაყრდნობით ლაპარაკობს, ხო ასე? ხო. აი ხამ ცნობილ ადამიანებზე გამახსენდა და ესეთი მავნებლები ჩვენ ძალიან ბევრი ყავს, ხო? და აი ესეთი ძალიან ბევრია ჩვენთანაც და ზოგადადაც. ხო, აი ესეთი რაღაცა მაინტერესებს. ახლა ჩვენ ბევრ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, იგივე შენ ტრენინგ ცენტრში, ასევე შენ არხები გაქვს, ხო? TikTok-ზე რა ვიცი ყველგან, საჩარტო ყველგან არჩილ მარშანია და კომუნიკაცია ძალიან ბევრი გიწევს ადამიანებთან, მაგის თქმა მინდა, ხო? უკავშირს იღებ ამ ადამიანებისგან. აი ვიღაცა რომ ამტკიცებს რომ თვითმფრინავი რო გადაიფრენს და იქიდან ვირუსებს რო გვაყრიან, ხო? ნუ აი ხო რადონის სიგიჟეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ დღემდე ძალიან ისეთი თავდაჯერებულად ლაპარაკობენ ეს ადამიანები. ამას როგორ უხსნი ხოლმე ადამიანებს, რომ აი ეს არის არასწორი. და არავინ თავზე ვირუსებს არ გაყრს. აი როგორ უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, იმიტომ რომ აი საით მივდივარ ახლა მაინც რომ ანუ მე მგონია რომ რაღაცა თემებზე ანუ როცა მაგალითად დისკუსია ну, მოდი კონკრეტული მაგალითი ვთქვათ, თუნდაც ხო, აი ანტივაქსერები მოითხოვდნენ ხოლმე ეთერებს პირველ არხზე, იმიტომ რომ ჩვენ სამსაზოგადოების ნაწილი ვართო და პირველ არხმა ეს გააკეთა. და ერთ-ერთმა წამყვანმა თუ ვინც იყო, გადაწყვიტა რომ თავის თავზე უნდა აიღო ეს რთული გამოწვევა, ხო? და მე მაგალითად მახსოვს, რომ ეს ძალიან გავაკრიტიკეს და დღემდე ამ აზრზე ვრჩები და რატო გავაკრიტიკე? იმიტომ რომ წამყვანი ჟურნალისტი კი არა. აქეთ მხარეს რო ყოფილიყო ვინმე ძალიან მაღალი კლასის მეცნიერი, რა ვიცი, გიადვალი მჯდარი ყო ან ზალკოკაია, ისიც ვერ გაუწევდა სათანადო ოპონირებას და რატო? ეხლა მე რო შენ გითხრა, რომ შენ ხარ მარტორქა. და მე უნდა ვამტკიცო, რომ მე არ ვარ. ხო, როგორ უნდა მიმტკიცო, რომ არა ხარ მარტორქა? კი, ძალიან საინტერესო პოინტი არის, უყურე მაგ თემას როგორ ბევრნაირი მეთოდი არსებობს დეзинფორმაციასთან ბრძოლის და ამ ადამიანთან საუბრის. თუ კი ადამიანს რაღაც ჯერა, თითქმის არც ერთი არ არის ეფექტური რა. მათ შორის არსებობს იუმორისტული მიდგომა, ღრმად აკადემიური მიდგომა, ისეთი მიდგომა, ასეთი მიდგომა, გამარტივებული მიდგომა და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში კვლევები მაინც აჩვენებს, რომ თუ კი ადამიანს მართლა რაღაცას ჯერა, იმის გადარწმუნება ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენი როლი იცვლება. ამ ადამიანს მაინც ველაპარაკებით, რა თქმა უნდა. ოღონ ველაპარაკებით ამ ადამიანის აზრის შესაცვლელად კი არა. არსებობენ ასე პირობითად რო დავყოთ, რომ რაღაცის სჯერა, არასწორი ინფორმაციის, ვიღაცა რომელმაც სწორი ინფორმაციის და მესამე აი რომელიც გაურკვევლობაში არის ის რა ხდება, იმიტომ რომ იმისგან ის მოისმინებს, მაგრამ აი ეს რაციონალიზმი ჯერ შერჩენილი აქვს, კრიტიკული აზროვნება შერჩენილი აქვს, უბრალოდ ეძებს პასუხებს. აი ამ შემთხვევაში შენ რომელსაც გინდა იმას იყენებ, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ღრმად აკადემიური არ უნდა გამოვიყენოთ, ცხადია იუმორიც ყოველთვის დამხმარეა, გამარტივებულ ენაზე და მტკიცებულებებით ელაპარაკები, ოღონდ მაგაზე ნერვები არ უნდა მოგეშალოს ის თუ არ შეიცვლის საზრს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით არ შეიცვლის. სამაგიეროდ, აი ის მეორე ვიღაცა ვინც არის თუ მესამე,
რომელიც ჯერ ჩამოუყალიბებელია. ამასაც ისმენს, ხო, ამასაც ისმენს, რომ ეს მეუნება რომ მარტორქა ვარ და მე მეუნები რომ აბა მარტორქა როგორ ვარ, აბა არა ვარ. ხო, და საბოლოო ჯამში ეს ხვდება რომ რომელი არის სწორი. აი ამ კუთხით უდგები, თორე რეალურად ხო აზრის შეცვლა ძალიან რთული არის. მიდგომა ასევე საინტერესო არის მაგაზეც მაგალითად აი ეს დოგმატური მიზეზების გავრცელების ერთ-ერთი, უпростоრად დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის დოგმატური მიდგომა და ეგრეთ წოდებული კრიტიკული აზროვნების უკვე როგორც პოზიციის გამოყენება. როგორც თქვათ, მეცნიერება, ასევე კრიტიკული აზროვნება უნდა იყოს ხელსაწყო და არა პოზიცია. ხელსაწყო, რომ შენ მიიღო ობიექტური რეალობაზე პასუხი. თუ კი ამას პოზიციად გააცხად, აი შენ უბრალოდ ჩაციკლული ხარ, რომ ყველაფერზე შეკითხვა უნდა დასვა. ანუ კრიტიკული აზროვნება ხო მაგას გულისხმობს, რომ დასვა შეკითხვები და მიიღო პასუხები. მაგრამ ეს შენი მიზანი კი არა, შენი პოზიცია თუ გახდა, ანუ ყველაფერზე ისე შეკითხვა. რო გეტყვი, რომ იცი რა, წყალი, აი ეს არის წყალი. წყალი რანაირად არის მე მეტყვი და H2O არის ამის ფორმა. საიდან იცი რომ ეს ფორმულა? ქიმია ვისწავლე სკოლაში. სკოლაში რო ისწავლე, რა იცი რომ მართალია, ნუ ვიცი რომ ეს არის. ის და ეს საბოლოო ჯამში შეიძლება თქვას, რომ მე რა ვიცი აი დედამიწა ბრტყელია თუ არა. ანუ საბოლოო ჯამში იმ დონეზე დადიხარ რომ უკვე ეს სკეპტიციზმი კი აღარ არის, რომ იდიოტიზმი ხარ რა უკვე ბოთიშვი. ეს ამოჭრეთ. ჩვენ არ გვჯერა რომ ეს არის ბრტყელია. შეეშალა. ანუ სკეპტიციზმი აღარ არის რა, მოკლედ რა, ეგ რო, ანუ როცა პოზიცია არის. შენი კრიტიკული აზროვნება უნდა იყოს ხელსაწყო იმაზე, რომ სწორი პასუხები მიიღო. მეცნიერებაც ეგ არის. მეცნიერება ის კი არ არის, რომ მაინც და მაინც რაღაცა ერთი უნდა ამტკიცოს. მეცნიერების მთელი არსი ის არის, რომ ეს არის ხელსაწყო, რომ მიიღოს სწორი პასუხი. თორე ძალიან საინტერესო იყო, თან ახლა ერთი მითიც ვახსენოთ, რომ აი ტატუს გაკეთების მერე სისხლი იწამლება და სისხლის ჩაბარება არ შეიძლება. და ერთ-ერთი გავრცელების მიზეზი არის თქვა დეზინფორმაციის ის, რომ დოგმატურად უდგები საკითხს. დოგმატურად მიდგომა ნიშნავს იმას, რომ აი ვიღაცას აირჩევ და ის რასაც იტყვის, იმის გჯერა რა, მორჩა დამთავრდა ეს ყველაფერი. და ამ მითზე რომ მე თქვა რომ არ არის ესე და სისხლი არ იწამლება, და სისხლის გაცემა შეგიძლია, გარკვეული ვადებია, ასე შემდეგ, რომელ ქვეყანაში ხარ იქ შეიძლება რაღაც იყოს, მაგრამ ესე რომ არ შეიძლება, ეგრე არ არის. ვაჩვენე ისა რა ქვია, ამისი წყარო, მტკიცებულება და თან დავურთე ჩემი სურათი, სადაც კლინიკაში ვარ და სისხლს ვიღებ ჩემი მეგობრის. ხო და კომენტარებში იყო ესეთი საინტერესო ისე, რომ რა, ეხა შენ რონალდოს ექიმზე მეტი იცი? ანუ წარმოიდგინე ხა რეალურად მეორე მხრიდან შეხედე რა, ესე იგი ვეუბნები რაღაცას. ვაძლევ წასაკითხს და სურათს ვაჩვენებ, რომ ვაკეთებ ამ ყველაფერს და იმას კი არ ფიქრობსო, კაცო, მე მგონი მე რაღაც არასწორად ვიცოდი. იმას კი არ ფიქრობს. იმას ფიქრობს, აი რონალდოს ექიმმა რო თქვა, აბა მაშინ რეალურად არც ეგ არ უთქვია იმ რონალდოს ექიმს, მაგრამ მიდგომა არის ძალიან საინტერესო, რომ ფაქტებს ულაგებ და ეხა როგორ უნდა ელაპარაკო იმას, რომ აზრი შეარჩევ, ვერ შეაცვლენებ, ხო? მაგრამ მეორე მხარეს ვიღაცა არის, რომელსაც რეალურად აინტერესებს. აი ეს უკვე იმაზე მუშაობს, რომ ამან თქვა რონალდოს ექიმი ეგრეთ თქვა და ტყუილია და მე ვაჩვენებ უბრალოდ რომ ესეა. ხო, მან და ხა სარგებისა, უსაფრთხოება და სარგებლიანობას ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, იმისი არ იყოს, თქვა ალკოჰოლის მითების არ იყოს, ხა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტატუ სასარგებლოა. რა თქმა უნდა, ესე არ არის. მაგრამ ის არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ესეთი უშინაარსო რაღაცები გავავრცელოთ და თან ძალიან საინტერესო დაჩვენებს გავრცელების ერთ-ერთ მიზეზს დოგმატურად საკითხისადმი დამოკიდებულებას რა. ხედავ რაც არის და მაინც იცვლება. ხო, კიდე ფარიმ რა კი ამ ცნობილ ადამიანებს და ამ შემდეგ საუბრობთ, ხო? კიდე ერთი საინტერესო საკითხი გამახსენდა, იმიტომ რომ შენ წეგანაც ახსენე, ჯო როგანი ახსენე, როგორც ცნობილი პოდკასტერი, კი ბატონო და ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი ხა ეს რომ მოგვიყვა, მოდი, რა იყო, როგორ იყო? ხო, წამლების შესახებ, ხო? ბარემთან შევაჯამებთ ამ ნაწილში მაგას, იმიტომ რომ მელ გიბსონი იყო, ხო? მელ გიბსონი ყავდა სტუმრად, კი? რომელიც ამ ბოლო დროს ცოტა ხო, რაღაცა ის არის, მაგრამ უყურე ხა რა ხდება, მე შემიძლია ხა ეს ნელა აკადემიურად დავიწყო, მაგრამ პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ ეს ჯო როგანი არის კუნთმაგარი იდიოტი რა, უბრალოდ და პოპულარული ტიპია უბრალოდ, ხო? ეხა ამას როგორც კი განათავსებ იმაში, კომენტარები წავა, რომ აი შენ ვინ ახარ ჯო როგანზე ამას რო ამბობ და რაღაც, ხო? მაგრამ რეალურად ეხა ცოტა რეალურად და რაციონალურად შეხედე, რატომ ჯო როგანი არის მართლა კუნთმაგარი ნავარჯიშები ტიპი, კომედიანტი არის და UFC-ს კომენტატორი არის რა. რა ეს საქმე რა შუაში არის ვაფშე მეცნიერებასთან, ხო ასეა?
მაგრამ კოვიდის დროსაც ქონდა რაღაც წამლებზე იძახდა რომ ეს შველისო დალიეთო, აი საიდან რა იცი შენ და რა თქმა უნდა მტკიცებულებებზე არც მტკიცებულებების იერარქია გაუგია და არც არაფერი წაუკითხე ცხოვრებაში არ არის მოკლედ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, მაგრამ ცნობილი ადამიანი და თავის საქმეში რაც არის ძალიან კარგად აკეთებს ყველაფერს. მაგრამ წარმოიდგინე ხა ერთ-ერთი ისა რა ქვია მიზეზი ასევე რა კლასიკური მიზეზი დეзинფორმაციის გავრცელების. ცნობილი ადამიანები. ცნობილი ადამიანები, რაც არ უნდა კარგი მსახიობი და რეჟისორია გენიალური მელ გიბსონი, ეს არის კარგი წამყვანი, ხო? ეს მელ გიბსონი ეუბნება რომ სამ მეგობრები მყავდა, კიბო ქონდათ. დღეს არც ერთს არ აქვს და ეს ეუბნება რატო არ აქვს და აი ის დალია ჩვენ რო ვიცით რა. ის დალია რაღაცა და რაღაც მივიდნენ რაღაცა მეთილენ ბლუ რაღაცას საღებავი ლურჯი რაღაც არ ვიცი და ამაზე ატყდა ამბები მე რამ TikTok-ზე ხა ბუმი არის მაგაზე ეს ეგრეთ წოდებული food influencer-ები რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის და განათლების ხალხი ამებს ისხავენ პირში და აგეთუ რა მაგარია და მოკლედ კიბოს წამალი გამოაცხადეს კიბოს წამლად ხო არ არის ახალი ხე კიბოს წამალი ყოფილა C ვიტამინსაც ამბობდნენ და წყალბადის ჟანგზე და ზეჟანგზე და მოკლედ მილიონი რაღაც. ეხლა წამოვიდა ეს. ხო და რეალურად ეხლა ამას როგორ უნდა შევხედოთ რა თუ არ გვინდა რომ დავიბნეთ რა. პირველი კითხვა უნდა გაგვიჩნდეს რა რომ რატო უსმენ მე კომედიანს და მსახიობს სამეცნიერო თემებზე რა. ილაპარაკოს რაზეა ლაპარაკი და ყველა უნდა ილაპარაკოს რაც უნდა გასაგებია მაგრამ თუ კი მოусმენ და რაღაცა ექსტრაორდინალურს ამბობს, ყოველთვის კითხვის ნიშნავდა, აქ რაღაცაშია საქმე რა, როგორ შეიძლება რაღაცა უნიკალური რაღაც აღმოაჩინო მელ გიბსონმა და გაიგე მაქედან. და იქიდან გაიგე და კაციშვილმა არ იცის იმაში, ხო? მაგრამ შინაარსობრივადაც არასწორია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჯერ ეგეთი რომელ კიბოზე ელავე? კიბოს მილიონერი სახეობა არსებობს, ხო ასე და ყველას ერთნაირად არ უკურნალობთ. ყველა სჭირდება სხვადასხვა კურნალობის მეთოდები, ხო? მეორე რეალურად იცის თუ არა ისტორია. მესამე სხვა მკურნალობასაც ხო არ იტარებდნენ ეს პაციენტები და ამ რაღაცა ლურჯ საღებავს ხო არ დაბრალდა ხო და ასე შემდეგ მოკლედ ეს უნდა მესამე უბრალოდ რეგრესი ხო არ იყო სპონტანური რეგრესი ანუ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ავთვისებიანი კიბოებსაც იშვიათად მაგრამ ახასიათებთ სპონტანური რეგრესირება მელანომა რო აიღო მაგალითად მაგასაც იშვიათად ახასიათებს კი ბატონო გასაგებია მაგრამ ახასიათებს ეს შესაბამისად ჩვენ ხო მიზეზ შედეგობრივი კავშირის დადგენა გვინდა და არა ის მელ გიბსონმა რა თქვა მაგრამ უყურე ამდენი შეკითხვის დასმას მე ამაზე რისერჩის გაკეთებას მე ამე ყველაფრის წაკითხვას ამას ხო სჭირდება დრო ენერგია ცოდნა და ასე შემდეგ მაგრამ მელ გიბსონი რო ლაპარაკობს კარგია ხო, თითქოს აღარ ჭირდება გადამოწმება. ეს ახლა საშიში რატოა? ხო შეიძლება რომ ვიცინოთ რა, რომ აი როგანი მართლა და დავცინოთ აქედან და მე ჩვენ კომენტარებში გლანძღონ რომ როგანზე როგორ თქვი ძმაო და რაღაც. მაგრამ საშიში იმდენად არის რომ ხო ვიღაც მართლა მოусმენს და შეიძლება რაღაც დიაგნოზი დაუსვან და კიბო დღეს როგორც წესი ესე განაჩენი აღარ არის როგორც იყო 30-40 წლის წინ მაგალითად, ხო? პერსპექტივები კიდევ უკეთესია. უკეთესი არის პერსპექტივები რა თქმა უნდა და ანუ რაც ადრე დიაგნოსტირდება და რაც ადრე დავიწყებთ კურნალობას ძალიან მაღალი გადარჩენის შანსებია. ხო და უამრავი კი ავთვისებიანი სიმსივნეა 90-95-100%-იან განკურნებადობით ჰოჯკინის ლიმფომიდან დაწყებული, რავი, სათესის ჯირკვის კიბოთი დამთავრებულ, ხო? მაგრამ ადამიანმა შეიძლება მელ გიბსონის ვიღაცა მელ გიბსონის გამო რომელიც თავის დარგში ძალიან კარგია კი ბატონო, მაგრამ ონკოლოგიაში არაფერი ესაქმება უბრალოდ. ამის გამო შეიძლება გადადოს მკურნალობა და დაგვიანდეს და უბრალოდ ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს ამას. მე მყოლია ეგეთი პაციენტებიც ადრე. ცხადია ხა იმას დეტალებს და იმას არასწორად ვიტყვი ხა, მაგრამ რომ ეთიკურობიდან და კომბინაციალურად გამოდი. მაგრამ შინაარსი იგივეა რა, სადღაც ნახა ვიღაცა რომ მკურნალობდა, ერთი დაავადება ჭირდა რომელსაც საერთოდ სხვა მკურნალობა ჭირდებოდა და ეს ვაშლის წვენს სვამდა სამკურნალოდ დაბლენდერებულს დილით უსმოზე რაღაც ეგ უცნაური იმებს რო აკეთებენ და საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ ეს ადამიანი უკვე რომ მივედით და გამოძახება მოხდა და გადავიყვანეთ რეგიონიდან რეგიონში რაღაც უკვე დაგვიანებული იყო მკურნალობა შორს რო არ წავიდე და უკვე ეს ნამდვილი ამბავიც რო ვთქვა შენი საყვარელი Apple-ის რა ქვია ცნობილი CEO აი მე სახელი დამოვიწყო Apple-ის გენიოსი ვინ ყავდათ Steve Jobs. Steve Jobs, ხო, Steve Jobs-ი რატომ მოკვდა? აღარ ვიცი რატომ. მას ჰქონდა პანკრეასის სიმსივნე, თუ არ ვიცი, პანკრეასის თავის სიმსივნე. პირველ საწყის სტადიაშივე დაფიქსირდა, ასე შემდეგ და მიმართა მკურნალობისთვის რაღაც შარლატანებს, აკუპუნქტურას, იმას ამას.
ხო გადმოდი ნათელხარი ხო და ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი რა თქმა უნდა ის ძალიან ვერაგი დაავადება შესაძლებელია ისე დამთავრებული ხო რა თქმა უნდა მაგრამ წარმოვიდგინე დრო დაკარგა ხო ეს დროგად და დრო დაკარგა რა და ნუ შეიძლება რა 5-10 წლიანი გადარჩენის ის შანსი რა. შესაბამისად ეს ყველაფერი იმას გვეუბნება რომ არ არის აუცილებელი რომ ვინც ლამაზია, ვინც კარგად ცეკვავს ღერის, კარგ ფილმებს და ვინც მდიდარია, ყველა ჭკვიანი იყოს. ხო ეს კიდე რაღაც ბოლო პერიოდის რაღაცა ის გჭირს ხო? მე მგონი რა ვიცი, მე მგონი ეს ადრესე არ იყო. აი ისიც რომ ძალიან კარგი ფილმია ლეონარდო დიკაპრიო რო თამაშობს. ერთ-ერთი ბოლო ეს როგორ ქვია, არა იხედო ზემოთ. აჰა. ხო, მანდაც კარგად არის რომ აი მდიდარი ადამიანი მარტო იმიტომ რომ მდიდარია და ნუ ამ დროს არის კრიტიკას რო ვერ უძლებს ისეთი გონებრივი შესაძლებლობების აღიქმება როგორც ყველაფრის ცოდნი ადამიანი და აი ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ყველაფერთან დაკავშირებით მათ შორის სამყაროს გადარჩენის საკითხებშიც და კი, მაგის ეგეც ეხა რაღაცა აი ეგ ნაწილი განსაკუთრებით ხო ეს ელონ მასკი იქნება თუ აქ ჩვენი ნაციონალური ძალიან მდიდარი ადამიანები ხო სიგიჟის ზღვარს მიღმა შეიძლება გავიდნენ ადამიანები მაგრამ უაპელაციოდ იღებენ თითქოს აი მათგან წამოსულ ინფორმაციებს კი მაგის ძალიან მარტივი მაგალითი არის დონალდ ტრამპი რა დონალდ ტრამპი შეიძლება ის არის რა ქვია კარგი ბიზნესმენია თქვა კარგი პრეზიდენტია რაღაც მაგრამ აი ანტივაქსერულ მოძრაობას ძალიან კარგად ყვებავდა, მაგრამ ესეც ერთ-ერთი განპირობებული იყო ამ ყოველდღიური რუტინით წახალისებული არცოდნით, რა, ეხა ჯანმოდან გასვლას მოაწერა ხელი. საინტერესო ფენომენი რა არის, რომ დააკვირდე, ისინი რატო გადიან რეალურად, ეხა ეს მართლა ისა სწორი გადაწყვეტილება არასწორი ეგ ცალკე საკითხია. ცალსა ჩემი აზრით არასწორია ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ოფიციალური მიზეზი, რასაც ხელს აწერს ტრამპი და უნდა გავიდეს აშიში იქიდან, რომ არის რომ ჯანმო ფინანსებს არ ამართლებს, იმიტომ რომ მე-5-ით თუ რაღაცა ეგენია ფინანსები, როგორც 18%. თუ ხო რაღაც დაახლოებით. არ ამართლებსო ფინანსებსო, პანდემიის პრევენციას ვერ მოახდინესო თავის დროზე და ცოტა მიკერძოებული იყო და ასე შემდეგ, რა. ჩინეთზე იყო მანაცენტი, ხო. ყურე არც ერთი არ არის ექსტრაორდინალური, ზებუნებრივი, არცად ჩიპი არ ურევია და შხამცინას გვიკეთებდნენ არცად არაფერი. ძალიან ისეთი ლოგიკურად ჩამოყალიბებული, ეხა ეს სწორია თუ არასწორია, ცალკე საკითხია, მაგრამ ჩამოაყალიბა რაღაც. მიზეზები ეგ არის. აქეთ რო ნახო, აქ ვინც ზეიმობს ამ ჯანმოდან გასვლას ამერიკის ჯანმოდან გასვლას. ყველას გონია რაღაცა. აი ფაიზერის გამო გადის, იმიტომ რომ ჩიპებს გვიკეთებდნენ და ხალხი დახოცეს, მორგების ავსია ხალხით, რაღაცა. რეალურად ფაიზერი არის გიგანტი ამერიკული კომპანია არის და იმას კი არ მიემხრო, რა ქვია, ჩინეთს ვაქცინებზე ვიძახით, ერთ-ერთი პირველი ფაიზერმა აიღო, ხო, ასია პრეკვალიფიკაცია და ერთ-ერთი პირველი ფაიზერი წავიდა. ანუ რეკომენდაცია მაგათგან მაგათ ჰქონდათ რა, ნუ რა თქმა უნდა იმათაც მიცეს რა ქვია, ჩინელებსაც ხო, მაგრამ არსად მსგავსი რაღაც არ წერია რომ ჩიპავდნენ და მაგიტომ მიდის ეს დონალდ ტრამპი და ამერიკა იქიდან, მაგრამ უყურე ერთი მიზეზით გააკეთებული სვლა აქეთ როგორ აღიქვას და აქ რაზე იმობენ რა რეალურად რა. კი, ჩვენ იმაზე ზუსტად იგივე იყო ჯანმრთელობის დღიურების იმას გვერდზე, როცა ეს ნიუსი დავდით, აქვე მოგძებნეთ, გამოგვიწერეთ ამ სახელით. იმაზე Facebook-ზეც, Instagram-ზეც ყველგან იგივე სახელი ქვია. როცა განთავსდა ეს ნიუსი, რომ აი დონალდ ტრამპმა დაიწყო ამ გასვლის პროცესი, ეს ხანგრძლივი პროცესია ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციიდან, რო აშიარებდნენ საქართველოს მოქალაქეებზე ვამბობ, ხო? აი ტაშებით და ეხა ჩვენც და ხო ჩაუღრმავდე რატო რისთვის შე რა ცუდის მეტი შენთვის რა მოაქვს? ხო, ნუ ეგ კიდე ეხა ცალკე აი ნამდვილად ცალკე ესეთი სიგიჟეა, მაგრამ ეს თემა მინდა რომ კიდე გავაგრძელოთ რა. ეს დეზინფორმაციის ესეთი კამპანიები, რომელიც ეხა ძალიან შემაწუხებელია აღარ ვიცი უკვე რა შეიძლება ეშველოს ამ სოციალური ქსელების ეპოქაში აი ამ რაღაც ფსევდორეალობის შექმნას და ჩვენ დღეს გვაქვს ესე ხო ანუ ჩვენ მრავალი წელია საქართველოში ვიცით საიდან მოდის დეზინფორმაცია რა არხები ესენი როგორც სახელმწიფოს იდენტიფიცირებული გვაქვს. ნუ ძირითადი ჩვენი მტერი არის რასაკვირველია რუსეთი, სხვა მტერი ამ ქვეყანას არ ყავს და იქიდან
დღეს ეხლა საერთოდ უკვე ლაპარაკიც აღარ არის, მაგრამ მანამდე შეფარვით იყო, რომ აი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი მედია საშუალებები, ხო? ან პირდაპირ რუსული სპუტნიკი, მაგათ რომელიც მაუწყებლობს, ხო, საქართველოში. ანუ ეს ხო პირდაპირ რუსული გავლენაა და იქიდან ვრცელდებოდა და ვრცელდება დღესაც დეზინფორმაცია სამი მიმართულებით: პოლიტიკა, რელიგია და ვაქცინაცია. ხო, ვაქცინაცია. ხო, აი გავიგეთ პოლიტიკა რატო? ну რელიგია შეიძლება გაიგო ერთ მორწმუნე მტერიკია, მაგრამ მაინც ხო ის არის ну გასაგებია რომ დაპირისპირების საკითხი ადვილი არის რელიგიის თემაზე და რაღაც ცეცხლის შენთება საზოგადოების, მაგრამ აი ეს ვაქცინაცია ვის დაკარგვია? რატომ არა? ხო, მან საინტერესოა სხვათა შორის აი MMR ვაქცინები რო აიღო მიუხედავად იმისა, რომ გავიხსენო თუნდაც ეგ და ეს ლუგარის გარშემო დატრიალებული ამბები, ხო? კი ბატონო, კი. აი რა საფუძველი ქონდა ამას, რატო აკეთებს? ამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემას ურტყამს რეალურად. ხო და თან რო შეადარო მაგალითად ვაქცინებზე, როდესაც ავრცელებენ დეზინფორმაციას ეს რუსული წყაროები, მეორე მხრივ შეხედო მაგათ კალენდარულაცებს და მაგათ მოცვას, რა საკმაოდ მაღალი აქვს, თვითონ აკეთებენ ძალიან მარტივად. აი ჩვენთანაც ესეა, ცნობილი ეს მამალი ანტივაქსერები ვინც ყავს, ხო, რაღაცებს რა იძახიან, თქო რასაკვირველი თვითონ ყველაფერს ცრიან თავის შვილებს, კაცო, იმათ რამეს არა. ხადია, ხო. და ის არის კიდე მან რა ქვია, იმაზეც თუ გახსოვს კოვიდზე, თავისი ვაქცინა ხო შექმნეს, რა ქვია, რა ერქვა მაგათ ვაქცინას რუსულს? სპუტნიკი რა ერქმეოდა? სპუტნიკი, ხო. სპუტნიკი ვე თუ რაღაცო თუ ხუთი ეს იყო თუ ხუთი ვერ გავიგე ბოლოს. ხო და სანამ თავისას რაღაცას იზავდნენ დისკრედიტაციას რო ეწეოდნენ იქ შიმპანზეს ვირუსს გიგეთებენ ესა და მე ვთქვათ დამთავრდა და თავისი ამუშავეს და ვექტორულ ვაქცინაზე მუშაობდნენ და კონკურენციის შორებდნენ. მაგრამ ეგეც ხო საინტერესოა სათვრცელდებოდა ეგ დეზინფორმაცია. ეხლა რო ჩახვიდე ნორვეგიაში რომ მოიკითხო რომ ამ შიმპანზესთან და მაიმუნებთან დაკავშირებით არც ერთოდნებათ, მაგრამ ვიცით ჩვენ, ვიცით ბრაზილიამ და ისეთმა ქვეყნებმა სადაც პოტენციურად შეიძლებოდა ეს ვაქცინა შეეტანათ და გაიყიდათ. რა თქმა უნდა, კი და მან და ერთ-ერთი ხო ერთი ის არის რომ თავისი ფინანსური ინტერესები ერთი, მეორე მოსახლეობაში დაპირისპირება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაშიც გადის რა, პოლიტიკურ ბრძოლაშიც გადის. იმიტომ რომ მოსახლეობას რაც უფრო დააპირისპირებ ერთმანეთთან. ეს ალბათ ყველაზე ადვილია რა. რა თქმა უნდა. შენაცრილი, მე აუცრელი და უკვე სხვადასხვა ვარ. პოლარიზაცია უკვე კი ბატონო და თან ეს არის ერთ-ერთი გიგმაბეც, რომ აი იმაში ჩარევაც შეუძლია პოლიტიკაში ან არჩევნებში, სადაც საჭიროა თუ კი წარმოიდგინე ვაქცინაციას საწინააღმდეგო კამპანიას თუ აღზრავ ვაქცინას რეკომენდაციას ვინ უკეთებს და ვინ წერს ხო იმას რა ქვია გრაფიკს ხო ისევ სახელმწიფო და მთავრობისადმი თუ გინდა რაღაცა გააღვიო შუღლი რაღაცა უნდა იმას ქნა აქეთ უნდა შეუჩხიკინო თან მარტო ისინი არ არიან რა თვითონვე ქმნიან ამ ყალბანგარიშებს და ერთი ეძახის რომ არ უნდა აიცრა თვითონვე არიან ორივე და ეს უნდა ვინც არ აიცრებით უნდა მოკვდეთ სულ ყველა რომ აი რაც შეიძლება მაქსიმალური აგრესია იმიტომ რომ ის ნეიტრალური ადამიანი რო უყურებს მე იმას უყურებს და რა უნდა მოკლა კაცო რატო უნდა მოკლა კაი თქვათ მართალი არ არის და უკვე იმისკენაც ნეგატიურად იწყება და საბოლოო ჯამში ხალხში შედის ეს განხეთქილება არაფრის გამო სადაც შეგვიძლია წავიკითხოთ რეალურად გადავამოწმოთ ინფორმაცია და მივიღოთ სწორი ინფორმაცია მაგრამ აქ მივდივართ უკვე ერთ-ერთ მეორე რა იყო და რამდენი მიზეზი ვთქვით უკვე მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი კიდე არის განათლება და სოციალური სფერო სოციალური რა ქვია გარემო ანუ შეერ ადამიანს პატრიოტიზმს ვერ მოთხოვ რა როგორც ნათქვამია რა ხა ჩვენთან რა 3 მილიონი ნახევარი ვართ ქვეყანაში თუ რაღაცა და ერთი მესამედი არის რაღაცა სოციალურ დახმარებაზე ჩვენ ვართ გაჭირვებული ქვეყანა და განათლების დეფიციტი მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ კავშირში არ არის მაინც არის რა თქმა უნდა რაც უფრო დაბალია განვითარების ესა განათლების დონე მით უფრო მაღალია დეზინფორმაციების გავრცელების რისკი შესაბამისად ესეც ძალიან სამწუხაროდ ძალიან მარტივად ავრცელებს, იმიტომ რომ თუ იტყვი რომ აი ხა ერთ-ერთი ვაქცინის მითიც ვახსენოთ რომ ვაქცინაში მძიმე მეტალებია, მაგალითად ალუმინი. ეგ ძალიან ისეთი ის არის, რა ქვია, ცნობილი მითი. ეხლა შინაარსობრივად არის ძალიან უშინაარსო ესეც რა. ჯერ ერთი რომ ალუმინი არ არის, იქ ალუმინის მარილებია. მეორე ალუმინი საერთოდ არ არის მძიმე მეტალი. და მესამე საერთოდ სხვა დანიშნულება აქვს იმას. ანუ წარმოიდგინე ერთ წინადადებაში რამდენ სალაპარაკოს გიჩნევს. ხო, ანუ ნახევარ სიმართლე რა, манипуляცია. აუ ერთ სიტყვას აი ალუმინს არჩევს რა. და რეალურად ეს არის ნახევარ სიმართლე ერთ-ერთი მეთოდი გავრცელების, როდესაც რაღაცას ამბობ და მე დანარჩენს ატყუებ.
თორე აი კოვიდის დროს ეგეთ ბევრი გქონდა, ხო? იგივე თარგმანების და იმების კვლევების, მაგრამ დღესაც დაათრევენ დღემდე ეს არ ვიტყვი ვიღაცები რო არიან და იმათ იმრევლი როა, ხო? ეს დაათრევენ რაღაცეებს. რო ჩართავ, ანუ ვინც ინგლისური იცის და მოусმენს და წაიგითხავს. მრევლი რელიგიურ თვალსაზრისით რო იგითხავს, მაგასაც არა ეს წყალებში ვთქვი ხა. ის ქვია აქ საუბრობ აი ანტივაქსერებზე, მაგ საზოგადოებაზე, რომლებსაც კონკრეტული მიზანი აქვთ, ხო, მაგ შემთხვევაში. ანუ აი მაგაზე მინდა რომ გავიდე რომ უმიზეზოთ ეს ხო არ იწყება. სახელმწიფოს მიზანი გასაგებია. მანდი აი ეს რაზეც ახლა საუბრობთ, მანდ დავამატოთ, რომ კიდე რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს, ხო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაზე დაარტყმამ, ხო, ის რომ მოანგრიოს მთელი ქვეყანა, ის სამყარო ხო აღარ არის, ადრე ცხენებით აღარ დაურბივართ, ხო? ჩავაგდე ვაქცინაციის კამპანია რა, ანუ რუტინული ვაქცინაციის კამპანია, ეს რაც ნიშნავს, რამდენიმე წელიწადში მაქვს ისეთი ინფექციების აფეთქება ქვეყანაში, რომელიც ის სხვა შემთხვევაში არ მაქვს. რავის, დიფტერია შეიძლება აფეთქდეს, ხო? წითელა იფეთქებს უეჭველი, მინიმუმ 3 წელიწადში. და მე რა ხდება? ბავშვებშია გავრცელებული ინფექციები, სკოლები, ბაღები რისკის ქვეშ არის, ზოგ შემთხვევაში იკეტება, მშობელი ვეღარ მიდის სამსახურში, იმიტომ რომ ბავშვები ყავს ავად არის სახლში და ნუ მოგდგება კრიზისი რა, ანუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისი შეუძლია ყველანაირი კრიზისის გამოწვევა. დღეს თუ გინდა რომ ქვეყანა გაანადგურო, არ არის აუცილებელი ბომბი დასცე თავში, გაანადგურე მის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა და ჩამოშლი ეკონომიკას ძალიან მალე და პოლიტიკური კრიზისიც მოყვება, ხო? ესეც ახლა მაგასაც კიდე ერთი ხაზი რომ გავუსვათ, რომ აი ეს რუსულ ნარატივ ქვეშ მყოფი, გავლენის ქვეშ მყოფი საზოგადოება დღეს არგუმენტად ხშირად იყენიებს ხოლმე, რომ აი კოვიდი დამთავრდა და მაშინვე უკრაინაში ომი დაიწყო, სულ ასე იყო, მთელი კაცობრიობის მანძილზე ასე იყო. დიდ პოლიტიკურ კრიზისებს, დიდ პანდემიას მოყვება დიდი პოლიტიკური კრიზისები და ომი. სტანდარტულად ესეა, იმიტომ რომ აი ამ სტრესულ გარემოში პანდემია როა და სიგიჟე რო ხდება დედამიწაზე, სადღაც ერთი ტვინ გადაბრუნებული დიქტატორი სულ არის, რომელიც მე ამ ყველაფერს ამოიღებს და გახეთქებს თავში და იწყება ომი. მან კიდევ მნიშვნელოვანია ეს, რომ ამ ყველაფერზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ამ ფსევდომეცნიერებას, განსაკუთრებით ჰომეოპათიას. და სამწუხაროდ ექიმებს რა სამედიცინო პერსონალს რა თავისთავად. ნუ მოდი ვთქვათ ახლა რომ სამედიცინო მითები მეტწილად მოდის სამედიცინო სექტორიდან. ხო, ძალიან დიდი ნაწილი არის, მაგრამ ჩემი ლექციაც პირველი სლაიდზე არის, რომ მოდი დავიწყოთ ბოდიშით, იმიტომ რომ სამედიცინო პერსონალი სამწუხაროდ ძალიან ბევრს ცოდავთ ხოლმე რა და ძალიან ბევრი მიმართულებით არის რა. ერთი რომ თვითონ სამედიცინო პერსონალი კვალიფიკაცია და განათლების დონე, მეორე სისტემა, თვითონ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში და ამ ორივეგან პრობლემა რო არის ესმერენ ნდობას უკარგავს ადამიანს და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მეორე მხარეს დგას ხოლმე ცოტა ზედმეტი ნდობა ექიმისთვის, არის ექიმმა მითხრა და შეო დამთავრდა ექიმმა თუ უთხრა, ესე ხო უაპელაციო და მან და ასევე არის ის რომ თვითონ ან მოდი იმასა ვქოთ და ქრონოლოგიურად მივყვეთ ახლა პირველი ექიმის თვითონ კვალიფიკაცია არის ძალიან ისეთი არ ვართ ახლა განვითარებული ქვეყანა, გასაგებია და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ექიმები რო არ არიან რაღაცების მაღალი განვითარებული ქვეყნის დონეზე გასაგებია. მაგრამ ცხადია ყველაზე არ არის აქ საუბარი და ყველაფერზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი განათლების დონე არ არის საკმარისი, ხო ასეა. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ თქვათ ინფორმაციის მოძიებასთანაც ცოტა მწყრალად ვართ ხოლმე. შესაბამისად შეიძლება ის ბევრი არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს ექიმმა და თუნდაც ელემენტარული, მაგალითად, შეიძლება იყოს სერიოზული ერთი დადებული აგური დეზინფორმაციის კამპანიაში. მაგალითად, რო ეუნებიან ხოლმე, რომ ვაქცინაციის მერე არ უნდა დაიბანო. მზეზე არ უნდა გახვიდე. აი ვითომ ხო არაფერი იტყვი, რომ აი 3 დღე არ დაიბანოს, ხო არ მოკვდება არავინ ამით, მაგრამ რაღაცა მისტიციზმს ძენენ ვაქცინას, რა, აი ვაქცინას რო გაიკეთებ რაღაცა და მე ეს პაციენტიც იზაფრება რა და მე უკვე ისეთ შეკითხვა მოძებ, აი ვაქცინას რო გავიკეთებ, თმა შეიძლება დავივარცხნო, რაღაც ეგეთი რაღაცაც შეიძლება კითხოს, იმიტომ რომ იმდენ რაღაცა აქ ამ ვიღაცას ნათქვამი, რომ უკვე იბნევა რა ადამიანი რა, ან ვიღაცას მე 6 თვე არ დალიო ეუნება და ამის გამო შეიძლება ცოფის ვაქცინა არ გაიგეთოს, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მე მქონდა ეგეთი შემთხვევა მქონდა, ადამიანს წარმოიდგინე, ბოდიში უცებ ჩაგეჭერი, მაგრამ ზუსტად აი ესეთი მაგალითი მქონდა, რომ ადამიანს მქონდა C და B ჰეპატიტიც
და არ მკურნალობდა და რატო არ მკურნალობ რომ მეუბნებოდა იმიტომ რომ ვეღარ დავლებო მეрео ხო ნუ აი ხო და აი განაჩენი ხო ფაქტობრივად ხო და როგორ გინდა მაგას ხო და შესაბამისად და რეალურად ახლა ვაქცინასა და ალკოჰოლი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ არის სასარგებლო და არის დამაზიანებელი ვაქცინას და მის გარეშეც. უბრალოდ ამათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ხო შეიძლება უთხრას ადამიანმა რომ ისეც არ შეიძლება დალევა. საიდან მოდის ეს არ არსებობს. ხო დალევა ხა ეს ჰეპატიტი რო გაქვს მაგის გამო არ უნდა დალევა. მაგის გამო და არა იმიტომ რომ ვაქცინას იკეთებ ან წამალს იკეთებ. ხო ასე. ხო და შესაბამისად მე ამას ზემოდან ემატება უნდობლობა თვითონ სისტემის გამო. ხა მე რა ვიცი 1000 ადამიანს ვიცნობ და ის მაგრამ ძალიან არ მიყვარს ხოლმე თუ ძალიან საჭირო არ არის ვიღაცები შევაწუხო რა და ჩვენ ქვეყანა ხო იცი მაინც ესეთი პოსტსაბჭოთა სივრცე ვარ და ყველგან ყველაფერზე რო ახლობელი გჭირდება რა და მე ძალიან არ მიყვარს ეგ. ჯერ მარტო ყველაფერს მედიცინას რო თავი დავანებოთ ღვინის ქვეყნად ვიდენტიფიცირებთ თავს და კაი ღვინის ყიდა რო გინდა ვიღაც ახლობელი უნდა ნახოთ თორე იცი რომ ყველგან კაი ღვინო არ არის ხო ეხლა რეალურად ხო სირცხვილია რა მაგრამ ნუ ფაქტია რომ ესე არის. და მაქსიმალურად თავს ვიკავებ ხოლმე რომ ხა ყველა რაღაცაზე ვიღაცა შევაწუხო და თქვა დავდგები და წავალ კლინიკაში ჩვეულებრივ დავსვევით და რაღაცა ხო და ყველამ ხო იცის რომ ყველგან არა კიდე ხალხი რო გავუშვა გასაგებია ყველაზე არ არის საუბარი მაგრამ ამ პრობლემებზე არ უყვართ რა ლაპარაკი მაგრამ სერიოზული პრობლემები გვაქვს რომელიც მარტივად შეიძლება მოგვარდეს ახლა შეხვალ კლინიკაში და რეგისტრატორი გებიღვირება იქ რიგი მოწესრიგებული არ არის და 21 საუკუნეა რა რიგის მოწესრიგებას რაღა უნდა დააჭერ კნოპკას იყიდი იმას დადგავ რა ბოლო ხო სამუშაო ეთიკა უბრალოდ არ არსებობს მე ამ რეგისტრატორიდან დაწყებული ზემოთ ახალ სადღაცა ექიმი ან არ დაგხვდება ან გვიან მოვა ორზე დაგიბარებს სამზე შეხვალ პასუხს არ გაძლევს ნორმალურად კომუნიკაციის უნარი არა აქ ელემენტარული კომუნიკაციის უნარი ხო თან ეს მოყვება ჩვენ ცოტა ეს აროგანტულობა ხო რაღაც რო აი მე რაღაცა აღმატებული და არ და პირიქით უნდა იყოს რა აი ხა რამდენი შენს რამდენი ის ყავს აქვს გარშემო ახლობელი რომელიც სადღაც ექიმთან იყო და უთქვია შენთვის რომ აუ ეს ამიხსენი იმიტომ რომ იმას ვერ ვკითხე რა რაღაცა ან რაღაცა ისე მითხა რომ ვერ გავიგე აი საერთოდ ჩემთან ძალიან უამრავი ყველა მეკითხება ხოლმე რომ იცი რა ვიყავი და ეს ვერ გავიგე ეს ვერ ვკითხე ეს კი ამიხსნა, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გავიგე და ისედაც ესე გაქცევაზე იყო. ან დერეფანში რო ეკითხებიან სიმპტომებს ან რაღაც ასე შემდეგ. უამრავი პრობლემა არის რა. ხო და ეს საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გროვდება და ნდობა იკარგება რა. აი ეს ნდობა რო იკარგება, მე ეს პაციენტი მიტრიალდება და წავა ვიღაცა ჰომეოპათთან, მკითხავ თან შარლატანთან, რომელიც დასვამს იქ მოეფერება, ყავას აუდუღებს გულწრფელად დაელაპარაკება და უკვე ნდობას მოიპოვებს რა და სულ სისულელები ელაპარაკოს მოწონს ამ ადამიანს რომ ადამიანურად ექცევა ვიღაცა შესაბამისად აი გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის ეს სამედიცინო პერსონალი და კომუნიკაციის უნარის არარსებობა და საბოლოო ჯამში მე აქედან მოდიან ეს შარლატანური ისე და საბოლოო ჯამში ისევ პაციენტი ზარალდება რა თქმა უნდა ანუ მოგეთ აი ამ სამედიცინო მიუხედავად იმისა რომ 20 საუკუნის დიდი პრობლემა და მე 21-ში ხო ანუ იყო მედიცინის პროგრესის ხანა ხო შევქმნით ყველაფერი გამოვიგონეთ ყველაფერი შევქმნით სამედიცინო სერვისები რეალურად გამოწვევებმა რომელიც მაგ სფეროში დაგროვდა შექმნეს სივრცე იმისთვის რომ ხელახლა აღზევებულიყვნენ კი ანუ ესეთი ნოყიერი ნიადაგი ჩვენთან ძალიან პოპულარულია თან ჩვენთან ძალიან პოპულარულია ეს ჰომეოპათია ხო ჰომეოპათია ჯერ პირველში აი ერთ-ერთი ბოდიში რო გაწვენია ხო პირველი თქვა რომ ჰომეოპათია არ არის მეცნიერება ჰომეოპათია არ არის მცენარეული წამლების მკურნალობა არც ეგ არ არის ხო მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო ეს იგივე ის არის რა გავრცელების მიზეზი ხო არ გავნებს ხო აი ეგა და გავრცელების მიზეზი არის ის რომ ეს ყოველდღიური რუტინის წახალისებული არც უნდა ჰომეოპათია ვისაც გინდა კითხო ყველას გაუგია და მათი მე რო ჩაიკითხო რა არისო ყველა კითხვის რომ ეს მცენარეული მედიკამენტებია რა ხო და რეალურად ესე არ არის და მოკლედ რო ვთქვა რომ ჰომეოპათია არის არაფერი უბრალოდ ანუ სამეცნიერო თვალსაზრისით არის ნონსენსი, იმიტომ რომ მე-18 საუკუნეში ვიღაცა ამ კაც სამუელ ჰანიმანს, რომელსაც მე-18 საუკუნეში მეტი არც მოითხოვებოდა, ეხლა რა უნდა ცოდნოდა იმას. ხო, რაღაცებინებოდა მეტი. ხო, რაღაცები ჩამოაყალიბა. მიიღო ის ქინაქინის ხის ქერქის რაღაცა ფხვნილი თუ რაღაცა მიცა სიცხე.
და იმ დროს დააკავშირო, ეხლა მე მაღალი სიცხე მომცა, ქინინით და იმით ვკურნალობთ მალარიას რა ახასიათებს? იმასაც სიცხე ახასიათებს, რამე კავშირში ხო არ არის, ეხლა მე მალარია არ მქონდა და მე განვიმირთა და მალარიის სიმპტომები და ეს მალარიას ვკურნალობს და ესეთი ჰიპოთეზა ჩამოაყალიბა, რომ რა ქვია, მედიკამენტი თუ სიცხე, რომელიც ჯანმრთელ ადამიანში იმ სიმპტომებს იწვევს, რომელიც ახასიათებს დაავადებულს, აი ამ დაავადებულის სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ. ახლა კიდე რომ გავამარტივოთ ეს წინადადება, ჰომეოპათიური ამ პირველი ბაზისური პრინციპის მიხედვით, ანუ დაავადება ინსომნია რო ავიღოთ რა, უძილობა, ხო? უძილობა ვისაც აწუხებს, იმას უნდა უმკურნალოთ იმ პრეპარატით, რომელიც იწვევს ჯანმრთელ ადამიანში უძილობას. ანუ ჩვენ ხო კოფეინს ვიღებთ, ყავას ხო ვსვავთ, რომ არ ჩაგვეძინოს, ხო? ახლა წარმოიდგინე მაშინ, ეს ჰომეოპათია გვეუბნება, რომ უძილობას უნდა კლასიკური გაგებით ჰომეოპათია გვეუბნება, რომ უძილობას უნდა უკურნალოთ ეს კოფეინით, ხო, რაც თავისთავად ნონსენსია. მაგრამ ეს ნონსენსები არ ჩერდება, კიდე მეორე პრინციპი აქვს, რომელიც გვეუბნება, რომ განზავებული უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, ძლიერ მოქმედია, ვიდრე კონცენტრირებული. მე-6 კლასის ქიმია გვეუბნება და მადედან ვიშით, რომ კონცენტრირებული უფრო ძლიერი ხსნარია, ვიდრე განზავებული. და თან ამას ანზავებენ იმ დონეზე, რომ საბოლოო მიღებულ ეგრეთ წოდებულ წამალს, რასაც ეძახიან ამ ჰომეოპათიურ წამალს, იმაში იმ საწყისი ნივთიერების ერთი მოლეკულაც კი არ არის. ჩვეულებრივ წყალს გაძლევს. უბრალოდ გეუბნება, რომ ეს გიშველის იმაზე რა. და ამას შენ გონია თვითონ უარყოფენ? არა, უბრალოდ გეუბნებიან, რომ იცი რა იმ მოლეკულამ რო იყო ამ წყალში გავანზავეთ რაღაცა, მაგრამ განზავების პროცესის დროს წყალმა დაიმახსოვრა იმისი თვისებები. და ეხა ეს გიმკურნალებს. თან ხო გახსოვს როგორი უნდა კოფეინით რო უძილობას ვკურნალობ რა. წარმოიდგინე როგორი ჩახლართული და ეს მისტიციზმია, განზავება როგორ ხდება კიდე. პოტენცირებას ეძახიან რა, სამუელ ჰანიმანის მოგონილი არის. ანუ ხის მაგიდაზე, ამან გადააფარა თუ არ მეშლო ხარის თუ ცხენის ტყავი და ერთი რო განაზავა, მე 30-ის დაალაგა რა ქვია. ჭურჭელი ერთიდან ამოიღებდა, გააზავებდა, შეანჯღრებდა და ამას იღებდა და 10 ჯერ აბრახუნებდა მაგიდაზე. ამას ეძახდა პოტენცირებას რა. მე შენჯღრებას ეძახ. და ამით ამბობდა, რომ აი ეს წყალი იღებსო რაღაცა ამ იმასო რა. წარმოიდგინე, ანუ რამდენი რაღაცა მოუყევი რა, ეხა ისეთი რომელიც ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ბაზისური ქიმიის და ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება უბრალოდ და ბოლოს იღებ ტაბლეტს, რომელიც ან ცარცია, ან სითხეს, რომელიც არის წყალი უბრალოდ. და იმას გეუბნება, რომ ეს გიშველის. მაგრამ თუ დააკვირდები ნებისმიერი სამკურნალო ნივთიერება ეგრეთ წოდებული, რაც არის, ისინი რასაც უშვებენ. თითქმის ყველა ერთი რო ფაქტია, რომ ვიცით, რომ ეს პლაცებოს არ ცდება, თითქმის ყველა ერგება. ხო, ეს პლაცებოც უცოტა მაღალია, ეგ არის ხო, მაგრამ თითქმის ყველა ეხება ისეთ დაავადებებს, რომელიც თვითგანკურნებადია. და აგერ მივედით კიდე ერთ გავრცელებასთან, მიზეზთან, დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის თვითგანკურნებადი დაავადებები. ანუ თვითგანკურნებადი დაავადებები ძალიან ბევრია. ძალიან ცნობილებიც, მაგალითად ეგრეთ წოდებულ გაციებას რო ეძახით და გრიპს რო ეძახით, ვირუსული დაავადება. ვირუსული ინფექციები, რომელსაც თავისი ახასიათებს ხო რაღაცა დრო გადის და იმ წამალს რო ვსვათ ის ვირუს ხო, ვირუს ხო არ გვაქვს არა. გაივლის 2 კვირა რაღაცა და მე გამოჯამთელდება. და დამთავრდება მაგით ამბავი, ხო. ან შეიძლება უფრო ვერაგი დაავადება იყოს, მაგალითად ვერაგი ახლა ვიზუალურად რა, რო ავიღოთ მაგალითად ხელის, პირის და ფეხის დაავადება ბავშვებში არის საშინელი გამონაყარი, ესეთი ძალიან მკვეთრად, ან ჰეპატიტი ავიღოთ, მოკლედ სუდი რაღაცეა, მაგრამ პათოგენეზური მკურნალობა არ არსებობს. სიმპტომურად უნდა და ხო, გამოგეთება. და ეხლა წარმოიდგინე პაციენტი რომ მოდის ვიღაც მარშანიასთან და ბავშვი აშკარად ცუდად არის რა, საშინელი გამონაყარი აქვს და ექიმთან რომ მიდის პაციენტი კიდე ელოდება სამწუხაროდ ელოდება რომ წამალი უნდა დაწეროს და ბევრი წამალი უნდა დაუწეროს, ხო? და რო ეტყვი რომ იცი რა ეს დაავადება, ამას მკურნალობა არ სჭირდება, უკვე კოგნიტურ დისონანსია რა, რას ქვია ბავშვი ავადარი აშკარად. რაც არ უნდა კარგად აუხსნა, მაინც ეს შიში და ემოციურობა თანსდებს და რო გამოვა რას იზავს, წავა ვიღაცა სხვასთან. მერე სხვასთან და ვიღაცა მერე დაუნიშნავს სიტყვაზე ანტიბიოტიკს. ხო და ამ დანიშნული ანტიბიოტიკის მერე ბავშვი კარგად გახდება. მაგრამ ანტიბიოტიკის ბრალი კი არ იყო, ისედაც კარგად გახდებოდა, მაგრამ მაგას უკვე ვეღარ დააჯერებ იმ ადამიანს რო ასე. შესაბამისად ეს თვით ლიმიტირებადი დაავადებებიც როლს, ასე ვთქვათ, თამაშობენ და პლუს ემატება საექიმო შეცდომები და ეს პოლიფარმაცია, რო ძალიან ბევრ წამალს ნიშნავთ და ასე შემდეგ და
კიდე ამას დამატებით ემატება მაგათად ვაქცინების საწინააღმდეგო დეზინფორმაციურ კამპანიაში ემატება პაციენტების მიმართ არასწორად აღქმა ექიმის როლის რა. აი რო გეუბნება რომ იცი რა პასუხისმგებელი ვინ არის მე რო გვერდითი მოვლენა გამივითადეს. მაგრამ მანდაც ერთ საინტერესო ფენომენი ის არის რომ ვაქცინაზე გეკითხება ამას შენ და თქვათ იმ წამლებზე რომელიც გავრცელებული ახლა სახელები არ მინდა თქვა მაგრამ რეცეპტული წამლებიც კი ასე კამფეტებით რო სვამს. იმაზე შეკითხვა არ გაუჩნდება. იმიტომ რომ მაგაზე არ გაუგია ნეგატიური არაფერი. არა და რეალურად ის უფრო საშიშია ვიდრე ვაქცინა. მაგრამ ვაქცინაზე გეტყვის რომ იცი რა, აი გვერდით მოვლენა რო გამივითადეს ვინ არის პასუხისმგებელი. მაგრამ რეალურად ექიმის როლი რაღაცა პასუხისმგებლობის აღება არ არის ან გარანტიების გაცემა რა. პასუხისმგებელი არის არავინ. საერთოდ არავინ არის პასუხისმგებელი. ექიმის პასუხისმგებლობა რა არის? ჩვენ ხო არ ვართ პოლიციელები გაც. რაღაცა დაგაძალოთ. ჯანმოსი არ იყოს, ხო? ჩვენ გავცეთ რეკომენდაციას, ხო? შენ მოდიხარ ჩემთან, ჩემი პასუხისმგებლობა რა არის? მე როგორც ექიმი პასუხისმგებელი ვარ, რომ შენ მოგიდგე ეთიკურად, იმ დროს არსებული ყველაზე სანდო ინფორმაციით და მტკიცებულებების მიხედვით, ჩემი ექსპერტული მოსაზრებისა და შენი შეხედულებებისა და სურვილების გათვალისწინებით, იმ კონკრეტულ დაავადებაზე, საპრევენციო იქნება თუ სამკურნალო, შევიმუშაო კურნალობის რაღაცა მეთოდი, რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვთვლი ამ ყველაფერზე დაყრდნობით, რომ შენთვის უკეთესია. და ამას გიხსნი მე შენ. გადაწყვეტილება შენ ამას გააკეთებ თუ არა, შენ იღებ. მე ხო არ გაძალებ, მე რეკომენდაციას შენ ჩემთან მოდიხარ ჩემი ცოდნის მისაღებად, ხო? მე გაძლევ რეკომენდაციას და შენ იღებ პასუხისმგებლობას, რომ შენ ამას ჩაატარებ თუ არ ჩაატარებ. და ასევე ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ სავარაუდო გვერდითი მოვლენები თუ განვითარდა, მე ეს გვერდითი მოვლენები უნდა მართო. ამ გვერდითი მოვლენების განვითარების ციხეში კი არ უნდა ჩავდგას. გვერდითი მოვლენა აქვს ყველაფერს. შესაბამისად, ეს არასწორად ესმის პაციენტსაც და სადაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ექიმსაც. ამიტომაც არის რომ ხშირად გადაწყვეტილებები არასწორად იცი რა ხო რა ვიცი ახლა მე რა ვიცი ახლა მანდ ბევრჯერ ჩემი თვალითაც მომისმენია და მინახია რომ ანტიბიოტიკს სვავს და ახლა მე ვაქცინას მაგას ვერ გავუკეთებ მაგის ის არა მაქვს კაცო მე პასუხისმგებლობას ვერ აღვდა. არა და რა შუაში არის რომ ანტიბიოტიკის თუ სვავს რავი დალიოს რა თუ კი ჯანმრთელად არის და გამოჯანმრთელების პერიოდშია გააჩნია რა ხდება COVID პანდემიის დროს მაგალითად საერთოდ არ უნდა და ანტიბიოტიკი არაფერს ხელს არ უშლიდა რა ან ქრონიკული დაავადება აქვს და მე მაგას ვერ გავუკეთებ. ქრონიკული დაავადება რო აქვს მაგით უნდა გავუკეთო ზუსტად იმას. და ასე შემდეგ და მიდიხარ საბოლოო ჯამში ამ პათოლოგიურ ჯაჭვში სადაც ექიმა არის ის რა არის დანაშაული და რა არის საექიმო შეცდომა პაციენტმა არის ის რომ გარანტია არ უნდა მიიღოს ექიმთან და ასე მიდიხარ და საბოლოო ჯამში ცხოვრთ ამ მითებით გაძეცგერ სამყაროში რომელსაც ერთი გამოსავალი ერთი არის რა თქმა უნდა რომ ნუ გამდიდრდეს ეს ქვეყანა რამენერად და განათლება აიწიოს წინ თორე ხა ეს ყოველთვის რაღაცა იქნება ცხადია რა. ხო, უბრალოდ აი ის ქვია იგივე როგორც ამ ჰომეოპათიაზე ვსაუბრობთ ხო? ანუ ჩვენს მსმენელს მაყურებელს ასევე უნდა ვუთხრათ რომ აი ეგ ჯგუფები დღეს ძალიან ისეთი აქტიურები არიან განსაკუთრებით სოციალურ მედიაში და ესე სიტყვას რამეს თუ ცოტა მეცნიერების შესახებ დაწერ ეს იქნება პრევენციული მედიცინა როგორც არის მაგათ ვაქცინაცია ცხოვრების ჯანსაღი წესი ან რაღაცა თუნდაც სამეცნიერო აღმოჩენის შესახებ ესე შემოგესებიან ასეულობით წევლიან რაღაცა შედელ დეზინფორმაციებს ავრცელებენ მომზადებული აქვთ ხო ესენი თან 9-თავიანი გველეშაპებით არიან ეს დაბლოკავს 9 მოდის და აი აღარ სრულდება არასოდეს და აი ეს ინტერესები წეგარაცობ ერთი ვარიანტი განვიხილებთ ხო როცა სახელმწიფოების ინტერესები არის და აი კერძო ინტერესები უკვე ეს არის აი ეს ასეულობით თუ რა ვიცი ათასობით არიან ალბათ ემსახურებიან ერთ კონკრეტულ ადამიანს ძალიან ცნობილ ესა ქვია ბაბანერკაზის ნაყიდი დისერტაციით მქონე ადამიანს ხო რა ვიცი აბა სხვა რა არის რომელიც ამტკიცებს რომ მისი წამლები კურნავს ყველაფერს და ამიტომ მეცნიერებას არ უნდა გაეკარო და მის მეცნიერების მიღწევებს როგორც არის კლინიკური მედიცინა და წამლები და ვაქცინები ხო მოდი აქვე უბრალოდ გავახსენოთ ჩვენს მსმენელსა და მაყურებლებს რომ რასაც ეს ადამიანები იდეაში დღეს თავაზობენ როგორც დავიწყებულ სიბრძნეს თუ არ ვიცი რა იდეადებს ამ ყველაფრის მიღმა მაშინ როცა მაგის იმედად იყო კაცობრიობა 15 წელი 20 25 30 და 35 იყო საშუალო ხანგრძლივობაც. კი ბატონო, ეგრე არის. ეგრო ყოფილიყო უნივერსალური და ისეთი კარგი როგორცაც წარმოგვიდგენენ
სრულიად სხვა სურათი გვექნებოდა დღეს კაცობრიობას, ხო? მე-20 საუკუნეში გაიზარდა ეს საშუალო ხანგრძლივობა, გაორმაგდა, გასამაგდა და კიდე სადამდე გადავალთ, კაცმა არის ის, მაგრამ არა ჰომეოპათიის და ამ რაღაც ბალახების უაზროდ გამოყენების, არამედ იმის გამო რა. ერთადერთი დადებითი შედეგი მეცნიერების მიღწევების იმ თვითონ ჰომეოპათებისთვის რომ ფულს აკეთებენ არაფერზე. ფულს აკეთებენ, კაცო. რეალურად მაშინ რომ შევადაროთ კიდე რა, უცბად ძალიან ხوار გაგვიგრძელდა ჩვენ, ხო შეგვიძლია გავუძახოთ. 1 საათია საუბრობთ, ცოტა კიდე. ძალიან კარგი. უყურე, რო შევადაროთ, თან რამდენად კარგად მუშაობს ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომ ერთი ძველი კარგთან ასოცირდება, თითქოს რატომღაც, ხო? ძველი კარგი ვიცი მე, კონიაკი და ვინო. ალკოჰოლი არ არის სასარგებლო კიდევ დავუსაჯე, მაგრამ ძველი რანაირად შეიძლება მედიცინა კარგი იყოს, კაცო და ამაზე არგუმენტებიც საინტერესოა ხოლმე, მაგრამ ეს ძველი და ბუნებრივი და რაღაცა ყოველთვის ხასიათდება რაღაც დადებით განწყობას იწვევს ადამიანში. რეალურად რაღაც ბუნებრივია ლენცოფაც რა და ეხა რა ანუ კარგია, ხო? და ძველი რო არის რა, ხა ძველ ეგვიპტეში ჭრილობაზე აფენდნენ რაღაც ხორცის ნაჭრებს და არც ჰიპოკრატე ამბობდა რომ იმის შარდისანალის თვითონ გემოთი იმაშვებოდა და რა ეგ გავაკეთოთ ეხლა თუ რა როგორ შეიძლება ძველი მედიცინა კარგი იყოს ხო ასე ხო ესე აპრიორი როცა ყოველ დღე ესე ძველდება ინფორმაცია კი ბატონო ხო და ერთ მხარეს არის ჰომეოპათია რომელიც წეგან როგორც თქვი უბრალოდ არაფერზე დაფუძნებულია მე-18 საუკუნეში წარმოშობილი ნონსენსია უბრალოდ ამაზე დაფუძნებულია და არაფერს არ აკეთებს რეალურად და სად იქ რაღაც რას ანჯღრებენ და როგორ აკეთებენ კაცმა არ იცის და მეორე მხარეს გვაქვს სამეცნიერო მეთოდი ხა კიდე იმას რომ დაუბრუნდეთ მე ძალიან მომწონს ის ჩემი მოგონილი ტერმინი რო არის იმიტომ ყოველდღიური რუტინით წახალისებული არ წოდნა რა ადამიანს რო კითხოთ მეცნიერება კარგია თუნდაც რომლებიც ამბობენ რომ კარგია მე რო კითხობა მეცნიერება შენი სიტყვებით აღმიწერე რა არის მეცნიერება ხო ან სამეცნიერო მეთოდი რა იქაც იბნები უცბად და გჭირდება რომ დაფიქრდე რაღაც აზრები დაალაგო და მეორე მხარეს ახლა სამეცნიერო მეთოდი რას გულისხმობს ეგეც რო ახსნათ რა რეალურად და რატო არის მეცნიერება სანდო და ფსევდომეცნიერება არასანდო აქ ფსევდომეცნიერებაში ყავს ვიღაცა რომელიც მე-18 საუკუნის მეთოდებით კაცმა არის სახში რას ამზადებს როგორც ამზადებს და უბრალოდ გეუბნება რომ გიშველის აქ სანდოობის არგუმენტი არის რომ რაღაც სიზმარში თეთრ წვერებიანმა კაცმა რაღაცა მითხრა და მასწავლა და ის უნდა დალიო ან შვენშივს დაალევინო და რატომღაც უფრო კარგად მოქმედებს და მეორე მხარეს არის სამეცნიერო მეთოდი. სამეცნიერო მეთოდი რას გულისხმობს? რა პროცედურებს გადის თუნდაც მედიკამენტი ან რაიმე თეორია გახდება, ხო? პირველი არის რომ პრობლემისა და შეკითხვის იდენტიფიცირება რა. ჩვენ უნდა დავუჯდეთ რაღაცა თუ მე და შენ გვაქვს პრეტენზია რაღაცა სამეცნიერო ის გვაქვს კვლევა გვაქვს ჩასატარებელი ან რაღაცა გვაქვს გამოსაკვლევი. ჯერ უნდა დავუდგინოთ რა პრობლემა გვაქვს რა კითხვები გვაქვს ამ პრობლემის გარშემო, ხო? რაღაცა ეს არის პრობლემა და ეს გვაინტერესებს. აქეთ მოდის მე ინფორმაციის მოძიება. იმ კონკრეტულ დროს რა ინფორმაცია არსებობს ამ პრობლემის ან ამ მედიკამენტის გარშემო. თუ რაც აქვს მნიშვნელობა. ამ ყველაფერს იმიტომ რომ შეიძლება რაღაცას რასაც ვაპირებთ უკვე გამოკვლეული აქვს ვიღაცას, ხო? სადია. ნახეთ ინფორმაციის მოძიება და შემდეგ ხდება უკვე თუ კი არ არის ესეთი ინფორმაცია, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება. ჰიპოთეზის ჩამოყალიბებით რომ ჩვენ გვინდა გამოვიკლოთ რაღაცა ეს წამალი თავის ტკივილს მოარჩენს თუ არა სიტყვაზე ვიძახი რა და მექანიზმს ავხსნით. ჩვენ ჰიპოთეტურად უნდა დავალაგოთ და ეგრეთ არასწორად ხშირად მეც ვიყენებ ხოლმე რა თეორიულად რო ვიძახით რეალურად ის ჰიპოთეტურად არის, თორე თეორია უკვე დამტკიცებული, ესე ვთქვათ, ექსპერიმენტულად დამტკიცებული, ხო? ჰიპოთეზის ჩამოყალიბება ხდება და მე გადავდივართ უკვე ექსპერიმენტზე. ვატარებთ ექსპერიმენტს. ექსპერიმენტს რო დავასრულებთ, მივიღებთ შედეგებს, ამ შედეგებს ვაანალიზებთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის, მე ამ შედეგებს ვაქვეყნებთ. იმიტომ რომ შენერა და ჩემნაირად ტიპებმა ჩვენმა კოლეგებმა და არა დონალდ ტრამპმა და ჯო როგანმა და მელ გიბსონმა პროფესიის დარგის პროფესიონალებმა ეს უნდა წაიკითხონ ეს კვლევა და კრიტიკულად უნდა შეაფასონ, იმიტომ რომ აქაც იმაზე მივდივართ, ბაიასზე მივდივართ, რომ ჩვენ რაც არ უნდა კარგად ვიმუშაოთ მიკერძოება მაინც გვექნება, იმიტომ რომ ჩვენი ნამუშევარია, ხვდები? და შენ ყოველთვის გინდა რომ რაღაცას მიაღწიო, თუნდაც ახლა ფული კი არ არის შეიძლება მომოძრავებელი ძალა, მაგრამ რაღაცა მოიგონო და თუნდაც ჰიპოთეზა რაც გასაკვირველი ალბათ გინდა რომ დაგიდასტურდეს. და მე იმაში რა ქვია, ადამიანები გამოაჯამრთელო, შენს გასამრჯელო აიღო ადამიანური გასამრჯელო, მაგაზე მე ერთი გამახსენე ექიმების გასამრჯელოზე. ეგაზეც უნდა ვთქვი. და მოკლედ
რო დაუბრუნდეთ იმას, ანუ ეს უნდა განიხილოს და კრიტიკულად შეაფასოს ვიღაცა. და მე კიდე ერთი მთავარი არის, ამის განმეორებადობა უნდა ახასიათებდეს რა. მე რო კვლევა ჩავატარე და ვიძახი რომ მაგარი კვლევაა და ნახე, ეს ეფექტურია რაღაც. ვიღაცა სხვა ექსპერტმა, სხვა გარემოებაში იგივე ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს და იგივე შედეგი უნდა მიიღოს. აი მე რეღავ ამბობთ უკვე რომ ჩვენ უკვე გვაქვს თეორია ექსპერიმენტზე დაფუძნებული და ჩვენ ნამდვილად ვიცით რომ ჩვენი მოგონილი ხო და ჩვენ ნამდვილად ვიცით და ეს ამაზე დოზა გვაქვს განსაზღვრული გვერდითი მოვლენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო ცოტა ეს არის თან ბოლოსკენ რომ წავიდეთ აი ესეთი ის რომ წარმოვიდით ახლა თქო რომ მე ვარ ერთ ჩვეულებრივი ექიმი ხო ერთ ჩვეულებრივი ექიმი რაც ყოველდღე მივდივარ სამსახურში მე ვბრუნდები უკან ხო იქ ვიღებ პაციენტებს მკურნალობ და ასე შემდეგ. და Facebook-ზე შემხვდა რაღაცა პოსტი, რა ვიცი, ყაყაჩოებიჯი, ამ ვებგვერდზე, სადაც წერია რაღაცა სენსაციური ამბავი კიბოს მედიკამენტის გამოგონებაზე, ხო, რომ აი ვიღაცამ აღმოაჩინა, წამეს სულ ახალი ამბავი. გუშინ წინ აღმოაჩინა და დღეს ვნახე მე. ხო. აი სანამ გაზიარებას დავაჭერ. მე ექიმმა. რას უნდა მივაქციო ყურადღება? ო პირველი ვაქციოთ ყურადღებას წყაროს, იმიტომ რომ დევიდ საკეტის მერე 60-იან წლების მერე როცა შემოვიდა მტკიცებითი მედიცინა, ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ამბობს, არამედ რაზე დაყრდნობით ამბობს ამას. ხო, აი ამაზე ვიდეო რომ კარგად ვისაუბროთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს გააკეთოს ვიღაცამ, მაგრამ აი როცა ექიმი აკეთებს ამას ну ეს დაუშვებელია ხა ცხადია. ხო, ეს ნიშნავს რომ რაღაცა ცოტა საფუძვლებთან მეცნიერების პრობლემა. მედიცინასთან პრობლემა გვაქვს ნამდვილად. პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება ვებგვერდზე. რა ვებგვერდზეა, რამდენად სანდო არის და რამდენად სამეცნიეროა ეს. ბასასუნა ჯეროა რო წერია საიტზე, ну არ არის ეს. ჩვენ ვიცით სანდო წყაროები რაც არის. ასევე მე იმასაც ვიაზრებ, ანუ თიც არ ვიშევ და რაღაცა ესე რომ მე ჭკვიანი ვარ და შენ ისა ნებისმიერი ექიმი, ხო თუ უყურებთ რომელიმე და არ გაქვთ სანდო წყაროები, არ გაქვთ გამოწერილი, პირველ დახმარების ცენტრში, რა ვიცი, up to date-იც გვაქვს, essential medical ისა evidence plus-იც გვაქვს გამოწერილი და ChatGPT-იც და ყველაფერი თუ კი რაიმე სანდო გჭირდებათ თანამედროვე ინფორმაცია ნებისმიერ ნოზოლოგიაზე, მოგწერეთ და უფასოდ მოგაწვდით, მაგაზე პრობლემა არ არის. პირველ დახმარების ცენტრის ისინი რა ქვია, გვერდები, მისამართები, ყველაფერი ვიდეოს აღწერაში შეგიძლიათ ნახოთ. ხო, უნდა მივაქციოთ ამას რა, რამდენად სანდო წყაროა, რამდენად სამეცნიერო წყაროა, ხო? ვინ ლაპარაკობს და რაზე დაყრდნობით. თუ კი ჩვენ გვაქვს მაგდენის შესაძლებლობა, უნდა მე უკვე გავხსნათ ეს სტატია, იმიტომ რომ შეიძლება ახლა მაინც და მაინც Nature-ზე არ კითხულობდე და BBC-ს კონდეს რაღაცა გამოქვეყნებული, ხო? მაგრამ მე ბოლოში მაინც უნდა ნახო რაზე დაყრდნობით აკეთებს ამას და შემდეგ უკვე გადახვიდე და ჯობია რომ ნედლი ინფორმაცია წაიკითხო, თვითონ ეს კვლევა წაიკითხო თუ შეგიძლია და ასე შემდეგ. და აი ამ წაკითხვის შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ დავაჭიროთ გაზიარებას და გადავიდეთ იმაზე რომ ვიღაცას ინფორმაცია გაუზიაროთ. მაგრამ თუ კი ამდენი ის არ არის ასე ვთქვათ, ამდენი საშუალება რა გვაქვს, მაშინ პირველ რიგში მივმართოთ ოფიციალურ საიტებს, ვთქვათ, დაავადების კონტროლის ცენტრის, იგივე ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის, სხვადასხვა ასოციაციები, მილიონი ასოციაცია და დერმატოლოგებით დაწყებული, ავიჯი გასტროენტეროლოგიით დამთავრებული, ყველა ნორმალურ ქვეყანას აქვს თავისი ასოციაცია და თავისი ვებგვერდები აქვს და მხოლოდ იმ ოფიციალურ ვებგვერდებს უნდა მივმართოთ, ხო? დანარჩენი ნებისმიერი ყვითელი პრესა აუცილებლად პირველი უნდა დარწმუნდეს წყაროში, მეორე ვინ ლაპარაკობს და ვინ წერს ამის შესახებ, რამდენად ექსპერტი არის ამ საკითხის და მესამე ყველაზე მთავარი ნედლი ინფორმაციაც გადავამოწმოთ, იმიტომ რომ შეიძლება იქ რაღაცა არასწორად იყოს გადმოტანილი და აი ამის მერეღა უნდა მივიდეთ ასე. და კიდე ერთიც რომ კითხო, აი ამ მტკიცებულებათა იერარქიაში, ხო, რომელიც ესეთი ბიბლიასავით არის, ხო? ახლა მეცნიერებაში მყოფი ადამიანების ყველა ექიმის თავისთავად ამის ნაწილია. რა როლი აქვს ექსპერტს? ადამიანს. ადამიანი არის, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, თანამედროვე მედიცინაში ექსპერტის მოსაზრება არის ყველაზე დაბალი მტკიცებულება. მტკიცებულება, მაგრამ ყველაზე დაბალი. მტკიცებულება არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა თლად ისეც ვერ გადავალთ, ხა მტკიცებითი მედიცინა არ არის ესეთი ბიბლიის დარგის ან რაღაცა კულინარიის წიგნი, რომ იქ რაც წერია, ის არის copy paste უნდა გადმოიტანა. არა, იქ აზროვნება მაინც გჭირდება მტკიცებული მედიცინის. იქ რაც წერია, მაგალითად, ხა შეიძლება იყოს ისე
დაავადება, სადაც კვლევა არ არის ჩატარებული და ხა მოვა პაციენტი და აიცი რა კვლევა არ არის ჩატარებული და მე ვერაფერს ვიყო, კარგად იყო, ხო ვერ ეთქვი რა. ან შეიძლება ნახო, რომ ამიტომაც არის ექსპერტის აზრი მკურნალობის დროს, ზუსტად მტკიცებითი მედიცინის გამოყენება რა არის, რომ მტკიცებულებას იყენებ პაციენტის შესაძლებლობებს და თუნდაც რწმენას და შეხედულებებს და შენ ექსპერტულ მოსაზრებას. ამებს აზავებ და აქედან გამოგავს საუკეთესო ვარიანტი რა. თუ კი არსებობს ერთი მედიკამენტი, რომელიც 20,000 ლარი ღირს სიტყვაზე და ეს პაციენტი გეუბნება, რომ მე არ შემიძლია ამის ყიდვა, ნახვამდის, იმიტომ რომ ამაზეა ყველაზე მყარი მტკიცებულებები, არა, მე გადახვალ იქ მეორე რიგის პრეპარატი რა არის, ცოტა იაფიანი რა არის, ასე შემდეგ და უნდა მოარგო რა ამ ადამიანს ხო ხვდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ექსპერტის მოსაზრება წყალში წასაგდები არ არის, მაგრამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ძალიან დიდი როლი აქვს სამწუხაროდ. და უნდა გვახსოვდეს, რომ მტკიცებულებათა იერარქიაში ექსპერტის მოსაზრება არის ყველაზე დაბალი დონის მტკიცებულება, შესაბამისად, რაც არ უნდა ექსპერტი იყოს, თუ კი რაღაცას საუბრობს და ამისი მტკიცებულება არ აქვს, უბრალოდ ეს შეიძლება დარჩეს ხო, მისი მოსაზრება, რა თქმა უნდა, შეიძლება მას კონდეს ამ მოსაზრების უფლება აქვს, მაგრამ მაინც და მაინც გადავირევით, შეიძლება სავსებით გენიალური იყოს, მაგრამ შეიძლება სრულიად ცდებოდეს. და ამ პანდემიის დროსაც ესე გენიალური ბჭყალებში იდეები ჰქონდათ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებს, მაგრამ არც ერთს არ ჰქონდა იმდენი უნარი, რომ ოფიციალურად დაეწერა კვლევა, შეეტანა და როგორც არის გაევლოთ და მაშინ დაემტკიცებინათ რაღაც, მაგრამ ეს ლაპარაკი მარტივი არის რა. კი ბატონო, ეს რატო ცდილობენ ანტივაქსერები ესეთი გულმოდგინებით, რომ თეთრზე ამტკიცონ შავი? ხო, მანდ რამდენიმე ის არის რა მიზეზი მანდაც რომ ერთი ყველაზე ჩემი აზრით დაჩაგრული და საბრალო ასე ვთქვათ არის ვისაც მართლა ჯერათ რა. აი მართლა ჯერა და მეტი უბრალოდ ვერ მართლა გულწრფელად ჯერა რაღაცის და ну აზრი არ აქვს ხო ვერ გადაარწმუნებ რა. მეორე არის ეგრეთ წოდებული ტროლბოტობა და რაღაცა რომელსაც კონკრეტული ერთი გაცხადებული მიზანი აქვს, გააჩნია როდის ხდება და რა ხდება, აი შეიძლება იყოს რაღაცა თუნდაც ვებგვერდის მოხოდვა, ფულის შოვნა, პოლიტიკური იდეოლოგიის შეცვლა, ხალხთა შორის ასე ვთქვათ შუღლის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. და ну ეს არის ძირითადი მიზეზები რა. და ну მერკანტილური ასე ვთქვათ ისინი უკვე თავისი პირადი, როგორც მაგალითად ჰომეოპათია არის მაგალითად, ხო, როცა მტკიცებულებით ვიცით რომ პლაცებოს სამწუხაროდ არ ხდება, არც ხდება მისი ეფექტი და არც ფიზიკურად და ფიზიოლოგიურად და ზოგადად ქიმიური თვალსაზრისით წარმოუდგენელი ის მედიკამენტი იყოს, უკვე თვითონ თავისი ასე ვთქვათ ისა აქვს რა ქვია იმას ინტერესი, ფინანსური ინტერესი და ну ყველაზე მძიმე სანახავი მაინც არის ხოლმე ადამიანები, რომლებსაც ყავთ ვთქვათ ბავშვები სხვადასხვა დაავადებით და ამ ხალხს აჯერებენ რომ ეს გამოიწვია ვაქცინა. იმიტომ რომ ვაქცინის მერე განვითარდა, მაგრამ შინაარსობრივად ვაქცინის გამო განვითარდა და ვაქცინის შემდეგ განვითარდა ორივე ძალიან სხვადასხვა რაღაცა არის რა. იმიტომ რომ აი რო თქვა ხა ვაქცინა გავიკეთე და ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვე და ფეხი მოვიტეხე ვაქცინა რა შუაშია ხო ასე. მაგრამ ეს დროში რო ემთხვევა მიზეზშედეგობრიობას იმ ადამიანს ვერ აუხსნი, იმიტომ რომ მას შვილი ყავს. ცუდად იმის მდგომარეობაში უნდა შეხვიდე და უბრალოდ ამ შემთხვევაში ბოროტი არის ის ადამიანი, ვინც მტკიცებულების გარეშე აჯერებს იმას, რა მიზანიც არ უნდა კონდეს, ის ჩამოთვლითაგანი უკვე ცუდი ადამიანია რა რეალურად ძალიან. კი ბატონო, ახლა ბოლოში რამდენიმე ესეთი იმას ქვია, შეკითხოს დაგისვამ, რომელსაც ესეთი მოკლე პასუხები რო კონდეს. აი მაგალითად რომელი იყო აი ბავშვობიდან რო რაღაცა იცოდი, შენი გარშემო მყოფებიდან და ძალიან დიდი რო იყავი, მე რო გაიგე რომ მითი ყოფილა. ბავშვობიდან რო იყო, ну ალბათ ჩვენი ისენი რა ქვია, ჩვენი ეროვნული მითოლოგია, ასე ვთქვათ, ფიჭვის მტვერი რო კარგია ფილტვებისთვის. რა ვიცი, ეგრეთ წოდებული მაგნიტური ქვიშები, ვითომ რომ სამკურნალოა, სამწუხაროდ არ არის ეს ასე. და ну ეგ მახსენდება ყველაზე ძველი მითები მანდედან მახსენდება, ну C-ვიტამინის მე ჩავდი, ეგეც მე გავიგე. და ну უფრო ყველაზე ისეთი შთამბეჭდავი მაინც ეს ეგრეთ წოდებული სამკურნალო ქვიშები და ისინი იყო. ხო და მან ყველაზე ცუდი ამბავი ეგ არის, რომ მან ხა დასვენება ყველგან კარგია, ცუდი არის იქ დასვენება თქო მაგას არ მომბო, სადაც გინდა იქ დაისვენე ქალაქს და ბუხს თუ გასწევი კარგი. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში წელებზე ფეხსით გამიშრომობენ და არ აქვს საშუალება, რომ სადმე წავიდნენ და თან იქ ერთ ადგილს რომ მიაწყდება მაინც და მაინც
ძვირი ღირს მე რა თქმა უნდა ეკონომიკის ამბავია რომ იქ იზრდება და ამ ადამიანს მე გული წყდება რომ ბავშვს რაღაცა სჭირდება და იმას აკლებს რა და ცოდოა ეს ადამიანი არაეთიკური არის არც ადამიანობაში იზრდება და არც საექიმო ეთიკაში რომ ამ ადამიანს უთხრა რომ არაფერ შუაში არ არის მაგნიტური ველი არის ყველგან აბსოლუტურად ყველაზე დიდი არის MRI-ის აპარატში და მას ჩავსვათ ეს ბავშვი იმ MRI-ის აპარატში და უმკურნალო თუ რა ხო არასერიოზულია და იმ ადამიანს გული წყდება რა და შენ სოფელში სადაც არ უნდა წახვიდე ქალაქს თუ გაცდები ყველგან კაია სუფთა ჰაერი და ბებია უკეთეს გარემო შეუქმნის ვიდრე მაინც და მაინც იქ მაგრამ თუ კლინიკასაც ვაწადეთ დიდი ქალაქების გარდა ჩვენ ეს ჰაერის პრობლემა მე მგონი არა ხო რა ვიცი სოფელში სადაც გინდა წადი ბებია ბაბუასთან უფრო ეკონომიურადაც იქნები და ისეც იქნები და თან მაინც და მაინც დიდი სერვისის იმითაც არ ვარ გამორჩეული ზუსტად მაგნაირ კურორტებზე რომ მიდივარ და მე იმისი დიარეით და იმებით რომ ბრუნდებიან ხოლმე რა გონია რისივრალი არის ისე რომ სერვისი არ გვივარგა რეალურად რა იმიტომ რომ ჰიგიენას ვერ იცავენ ჭურჭლის სხვა ისისა და ხო რაღაცა იცი არის ცოტა ის მგონია რაღაცა სიგიჟე მგონია რომ ნორმად გვაქვს მიჩნეული ეგ რომ კურორტებზე რომ წაიყვან ბავშვებს და იქიდან რომ ჩამოხვან 1000 ინფექციური დაავადებით რაღაცა ეს ესე უნდა იყოს და რაღაც ეს მე მგონი ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიგვითითებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის რა მაგრამ მაინც კიდე ხალხო რო იცოდეთ არა ეგ ნორმალური არ არის ესე არ ხდებოდეს და ეხა ისე თემებს შეეხებ, რომელზეც ნუ ძალიან გათრევენ ხოლმე, ხო? ანუ ამ თემებზე როცა ლაპარაკობ, მაგრამ ასე თუ ისე ცოტა ინფორმირებულებაც გაიზარდა, რომ ეს რაღაცა გადაჭარბებული წარმოდგენები რაღაცა საკითხებზე. ხა რაც ბუნებრივად ისაც ეხა ცუდი რა თქმა უნდა არაფერი არ არის, მაგრამ აი მე ვიცი მაგალითად ეგეთი რაღაცა რა. დედოფლის წყარო იცი სად არის? კი. აი დედოფლის წყაროში. ეხა მანდაზი გინდა რომ აღარ შემიშვან? არა, დედოფლის წყაროში არის რაღაც უნდა ვულკანები, არის გეიზერები, ანუ ვულკანი ხო არის? ჩამქრალი. და მე იქიდან ამოდის ეს გეიზერები და ნუ აი რაღაც სივრცეებია, სადაც აი ეს მიწიდან ამოსული ძალიან ბევრი სითხეა, ხო? მე რომელიც ნუ გუზოგი ქვავდება ტალახებივით არის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო? აი ესენი არის რაღაცა ესეთი ნივთიერებები, რომლებიც ну სხვაგან არ გვხდება, ხო, სხვაგან არ გვხდება და ეხლა ყველა მარიცის რა თქმა უნდა ეს და ეხლა ყველას არ არის ეს ხელმისაწვდომი, მაგრამ აი მე ვიცი ისტორიები, რომ ვიღაცეები სხვადასხვა დაავადებებით, სხვადასხვა მდგომარეობებით რომ მივლენ და აი აქ რო ჩაწვევიან ამ ტალახში, მე განიკურნენ. ხო, გასაგებია და რაღაცა. რა მეუბნები ეხლა შენ რომ ეს ტალახი არ კურნავს. ხო, მანდ თან უცბად რო თქვა, ცოტა გამიჭირდება, მაგრამ ბევრი პრობლემა არის რა, მოგ შემორაღორში ხა. პირველი ის არის, რომ ხო, მიყვები, ხო, ნუ გასაგებია, რომ ისეთ შეკითხვა აი რა ქვია. ხო, არის როლს თამაშობ ხა ეს. იმ როლს თამაშობ, ხო, მაგრამ უყურე გეიზერები მართლა არის ნახევარსიმართლის ამბავი. ხო და აი ეგეთ რაღაცას რო ადამიანი გვიყვება ერთი რომ ზოგადად უნდა გვახსოვდეს რომ ზედმეტად კარგად თუ რაღაცა ჟღერს, დიდი ალბათობით ზედმეტად კარგია და ნამდვილად რაღაც არის პრობლემა იქ. ეხლა პირველი რომ გავითვალისწინოთ, ჩემს გარშემო ეს ხდება რომ გავითვალისწინოთ, აი მან უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ გარშემო რაც ხდება, ეს ვერ იქნება ვერაფრის მტკიცებულება და სტატისტიკურად იმდენად უმნიშვნელოა, საერთოდ არ ღირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან დამახასიათებელია, რა ვიცი, კი მიშველა ამ იმაც ჰომეოპათიამ და იმაზე აღარ ფიქრობს რომ იმის გარეშეც იქნება შვილება და ყველაფერს, ხო? ამიტომაც მან უნდა გვახსოვდეს აუცილებლად ძალიან საინტერესო ის არის ფენომენია თუ ჰიპოთეზა ეს არის დამბარის რიცხვი რა დამბარი ყვა ანთროპოლოგი ბრიტანელი თუ არ ვცდები და მოკლედ იმან წამოაყენა ესეთი ჰიპოთეზა რომ ადამიანების თავის ტვინის რაღაც რესურსი აქვს და ჩვენ მჭიდრო სოციალური კავშირები მაქსიმუმ გქონდეს 200 ადამიანთან მაქსიმუმ რა მეც უბრალოდ ფიზიკურად ვერ გავჩა არც დრო არც ხო რა მეგობარი ახლობელი ნათესავი ის 200 ადამიანზე მეტთან ვერ გექნება მჭიდრო სოციალური კავშირი რომ ყოველდღე იცოდე რა 200 ადამიანზე ხარ ლაპარაკი და ცხოვრობს 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში და 10 მილიარდიან პლანეტაზე როგორ შეიძლება შენ გარშემო რაც ხდება ის იყოს მნიშვნელოვანი არ არის ეს არაფერს არ ნიშნავს მე მაგათად რეანიმატოლოგი კაცი ვარ აგერ დაუბერდი უკვე და ანაფილაქსიური შოკი არ მაქვს ნანახი პირადად მე არ მყოლე ეგეთ პაციენტი ხა მაგი მომტკიცო რომ ანაფილაქსიური შოკი არ არსებობს ხო სისულელე იქნება ხო ამიტომაც შენ გარშემო რაც ხდება რეალურად
ეს არაფერს არ ნიშნავს რა. პაპა ჩემი მაგალითად ბაბუა ჩემი უბრალოდ მთელი ცხოვრება ეწეოდა სიგარეტს და ღრმა მოხუცებულამდე ისე მივიდა რომ ფილტვის კიბო არ ქონია და რა ეხლა მოვამტკიცო რომ ჩემ გარშემო რა ვიცი ეგრე ნახე და არაფერი არ მოსვლია. ხო აი ამ ეს მარტივი მაგალითებით მინდა თქვა რომ აი ეს იქ შენ გარშემო რო გეუბნება რომ განიკურნა შენ გარშემო რა ხდება მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რა ხდებოდა იქ რეალურად. მეორე რა დაავადებები გაიკურნა რა. იქნებ თვით ლიმიტირებადი დაავადება იყო და თბილ გეიზერში ჩაწვებოდი თუ ვიცი იმის საუნაში შეხვიდოდი ფინურ საუნაში იქნებ ერთი და შედეგი ყოფილიყო ხო მესამე მინდა დოკუმენტირებული არის ეს რა და როგორ ხდება და მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი გეიზერია თბილია კარგია სასიამოვნოა მაგრამ რაიმე ჰიპოთეზა არსებობს შენ მეუნები რამე მექანიზმს რამაც შეიძლება ეს ახსნას რომ ეს ამაზე მოხდა და ამიტომაც განიკურნა ხო რეალურად არც ერთი არ არსებობს ამიტომაც ეს არის ფოლკლორი იმას არ ვიძახი კიდევ ერთხელ ვიძახი რა რომ არ წახვიდეთ სადღაც არ იმას ქნათ არ დაისვენოთ თუ რაღაცა რა იმის არ ყოს ხო აი ლიმონზე და C ვიტამინზე რო ლაპარაკობ აბა ლიმონიან ჩაის რატო სვამო ერთხელ მითხეს და რა მიყვარს უბრალოდ გემრიელია და იმიტომ ვსვამ რა და იმაში გოგირდის აბანოებშიც დავდივარ მაგრამ იმიტომ კი არა რომ რაღაცა მოლოდინი მაქვს რომ იქ ცოცხალი ვის არ გამოვალ ფენიქსივით აღუდგები არა უბრალოდ სიამოვნებს თუ რაღაც მომენტებში არც კი არის სასარგებლო ის რომ გიხეხავენ და იმაში რომ ამ კანზე ხო აი ზაზას ვკითხოთ მე თუ გინდა თელიას და დამეთანხმება რეალურად გაზრობენ ტყავს რა ძალიან ბევრი საერთოდ ამიტომაც აი ეს კრიტიკული აზროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შეკითხვები დავსვათ და ამის მიწოდება სწორად უნდა მოხდეს იმიტომ რომ ვისაც ეს მთელი ცხოვრება რომ მაგნიტური ველის და გეიზერების კურნალობის ჯეროდა და უცბად შენ ამას ეუნები ძალიან ბოროტი ტიპი ხარ იმის თვალში რა ამიტომაც ამას ძალიან კარგად ახსნა უნდა იმიტომ რომ იქნებ დაემთხვა მაშინ აბა მექანიზმი ხო არ ვიცით ხო იქნებ თავისითაც იმასე და რამდენი იცი ხო აი 20 რო იცი 20 3 მილიონ ნახევართან რა მოსატანია ხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სტატისტიკურად რამდენი მნიშვნელოვანია რამე კვლევა არის ჩატარებული თუ არა ეს თუ გვინდა რომ ობიექტური რეალობა ვნახოთ იმიტომ რომ ექიმისთვის პროფესიონალი ექიმისთვის და ღირსეული ექიმისთვის შედეგი კი არ არის მნიშვნელოვანი მიზეს შედეგობრიობაა მნიშვნელოვანი იმიტომ რომ შენ რო ჩემთან მოხდა და რაღაც წამალს მოგცემ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა ინტერესი მაქვს შენ რომ გიშველოს მე იმით კი არ უნდა იყო მშვიდად რომ შენ გიშველა და რა კარგია არა მე იმით უნდა ვიყო დარწმუნებული რომ ეს ნამდვილად ამისი ბრალი იყო რომ შენ გეშველა იმიტომ რომ შენ გარდა მე 1000 კაცი უნდა მოვიდეს ჩემთან და იმათაც სწორი მკურნალობა დაუნიშნო ამიტომაც არის ცოტა რთული გასაგები ასე ვთქვათ მასის დონეზე ამიტომაც არის რომ სწრაფად ვრცელდება ეს დეზინფორმაცია მაგრამ ნუ განათლება და პროფესიული ეთიკა და ღირსება ჯერა რომ გაიმარჯვებს ბოლოს და რაღაცა ისე. მათ შორის ასევე თვითონ სამედიცინო განათლების სისტემაში ალბათ რაღაცა მე ზოგადად გლობალურად ანუ ახლა მარტო იმას არ რომ ჩვენთან რაც ხდება ხო გლობალურადაც ალბათ რაღაცეები ცოტა უკვე არის შესაძლებელი იმ ფონზე რომ უამრავი ინსტრუმენტი რომელიც ჩვენ გარშემო ჩდება რომელიც გვეხმარება ამ პროცესში და მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის განვითარება კიდე უფრო აჩქარებს ამ პროცესს იმიტომ რომ სკოლარებთან მისი დაკავშირებით და ამ შემდეგ ხო ძალიან გიმარტივდება ინფორმაციების დამუშავება ალბათ ცოტა ეს მიმართულებები ცოტა უნდა გადაიხედოს და ალბათ სხვანაირი განათლების სისტემა გვექნება ჩვენ მომავალში. ეხლა ბოლოსკენ უნდა წავიდე, ამიტომ პატარა იმას გავაკეთებ, აქ განმარტებას რომ ეს საკითხები ხარასაც შეეხე, ხო? და მნიშვნელოვანია სინამდვილეში, აი ის ასლოვანი კვლევა, რომელიც მიმდინარეობს, ასლოვანი რატო ქვია, იმიტომ რომ მართლა 100 წელი უნდა გაგრძელდეს და ეხლა 96 წელზე ვართ მე მგონი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების ფაქტორებს იკვლევს და ამდენი წლის განმავლობაში ყვება რაღაც ესეთი ხო ეს ფიზიკური აქტივობა ეს საკითხები იყო ის საკითხები რომლებიც ლიდერობდა აი ამ ძირითად ფაქტორებს შორის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რომელიც დაწინაურდა შენმა ფრაზამ გამახსენა უბრალოდ სოციალურმა კონტაქტებმა თურმე ეს ყოფილა რა ანუ ეს სოციალური კონტაქტები სოციალიზაცია ადამიანების მათ შორის გარემოს შეცვლა სადღაც წასვლა მეგობრებთან ერთად სეირნობა კი ბატონო ხო აი ეს ფაქტორები თურმე იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ამიტომ ჩვენს მსმენელებსაც მინდა კიდევ ერთხელ უთხრა რომ ნუ არ დაგეზაროთ კი წადით სხვადასხვა კურორტებზე თუნდაც თქვენ მეგობრებთან ერთად. აი სოციალიზაცია ნამდვილად ძალიან დაგეხმარებათ. მენტალური ჯანმრთელობისათვის ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როცა საქმე მიდგება მკურნალობაზე ან ისეთ საშუალებებზე რომელიც დაავადებების პრევენციას აკეთებს და ასე შემდეგ, უკვე ენდეთ მეცნიერებას, ენდეთ მეცნიერების აღმოჩენებს და ასევე
ხვალ მიადევნეთ, ხო? იმიტომ რომ ესეც იცვლება, ყველანაირი ინფორმაცია ძველდება, იმიტომ რომ მეცნიერება სწრაფად ვითარდება და შესაბამისად ახალ რაღაცებს სწავლობთ. აჩიკო, ძალიან დიდი მადლობა ამ ეპიზოდში მონაწილეობისთვის. ჩვენ აჩიკოს კიდე შევხვდებით უკვე სხვა თემებზე სასაუბროთ. მე კი მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. ამით ძალიან დაგვეხმარებით, ასევე თუ კომენტარებსაც დაგვიწერთ და დაალაიქებთ ამ ვიდეოს, კიდევ უფრო მეტად გაგვიხარდება და ასევე დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს არის საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი, რომელიც შვედეთის გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაპლაბიდან, რომელიც გვეხმარებოდნენ აი ამ პოდკასტის მომზადებაში. მომავალ შეხვედრამდე და შემდეგ ეპიზოდში უკვე ძალიან საინტერესო საკითხი დაგიბრუნდებით. ნახვამდის.